მშვიდობის ეთერში არჩევანი დაძაბული პოლიტიკური დღის გამო ჩვენი გადაცემა დღეს ოდნავ დაგვიანებით გადის ეთერში. Რა თქმა უნდა, დღის მთავარი თემა პრეზიდენტის ანგარიში იყო პარლამენტში. ჩვენ ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ კი ერთმანეთის პირისპირ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები დასწრებიან არჩევანის სტუდიაში. ჩვენ ველოდებით პეტრე ცისკარიშვილს და გიორგი თარგამაძეს. გადაცემას კი დავიწყებთ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებით. გახდება თუ არა ზურაბ ნოღაიდელი განხეთქილების მორიგი მიზეზი ოპოზიციაში. ამ თემაზე სასაუბროდ არჩევანის სტუდიაში დღეს მოვიწვიეთ რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ლიდერები. ჩვენ არჩევანი დღეს თინა ხიდაშელზე და კახა კუკავაძე შევაჩერეთ. Საღამოშიდობისა. Საღამოშიდობისა. გთხოვთ, საღამოშიდობისა. ნოღაიდელის ბენეფისი ოპოზიცია ყოფილ პრემიერთან თუ ცალკე, რატომ გახდა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მიუღებელი პოლიტიკოსი დღეს 4 პოლიტიკური პარტიის გამაერთიანებელი. Ibizon ამერიკას ხელი შეუწყდა ამერიკაში მონაწილეობს აქტიურად. ვერაფერია გასაკუთრებული მადლობა უნდა ირაკლი ალასანიას. Ისთვის უხდიდა მადლობას ყოფილი პრემიერი ალასანიას და გაჩეჩილაძეს პოლიტიკური ტყვეობა თუ ერთობა. არავინ არ არის არავის ტყვეობაში პირიქით. ჩვენ მივდივართ ერთიანობისკენ. ძალიან ხშირად ისეთი რამ ხდებოდა, პირდაპირ თავზე მახაკებთან ახლოვდება. ის ჯერა გაჩეჩილაძის სრემლების და ვინ ფიქრობს რომ ნოღაიდელთან ერთობა ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს, რატომ არის მისაღები ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის ფორმულა ყველა მინუს 1. ნოღაიდელი ქმნის ერთობას რუსეთისთვის. ეროვნულ ფორუმს ნურავინ მიეპატიჟება იქ, სადაც მისვლისთვის მადლობა უნდა გადაგვიხადოს ზურაბ ნოღაიდელმა, კრემლმა, პუტინმა და ასე შემდეგ. ეს შეხვედრა ყველაფერთან ერთად მოემსახურა ნოღაიდელის პოლიტიკური სახის გარეცხვის მცდელობას. გარეცხვა თუ პოლიტიკური კურთხევა, რა შეფასებები მოყვა ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებას. Დონდელი ღონისძიება იყო ერთგვარი ნოღაიდელის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში შემოყვანის კურთხევა. რა პასუხი აქვს იმ ლიდერებს, რომლებმაც მერობის კანდიდატის გამოსავლენად ნოღაიდელთან ერთობა ამჯობინეს? ნოღაიდელი არ არის, არ იყრის კენჭთბილისის მერის არჩევნებში, აქედან გამომდინარე. სად შემოყვანის კურთხევაზე საუბრობს ქალბატონი თინა, ალბათ ამას თვითონ განვაცხადებს. როგორია პოლიტიკური ლიდერების არჩევანი, გახდება თუ არა ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციური განხეთქილების მთავარი მიზეზი? დებატები არჩევანის სტუდიაში. თინა ხიდაშელი რესპუბლიკელებიდან და კახა კუკავა კონსერვატორებიდან. მაშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრუნდებით და ჩვენი სტუმრები არიან თინა ხიდაშელი და კახა კუკავა. დიდი მადლობა დღეს მოგზაურობისათვის. ბატონო კახა, მე მგონი წინააღმდეგი არ იქნებით, რომ ქალბატონთან დავიწყოთ საუბარი. ქალბატონო თინა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი განმარტებები და კომენტარები მოვისმინეთ იმის თაობაზე თუ რა ხდება ოპოზიციის შიგნით რეალურად. ქალბატონო თინა, დადგა თუ არა არჩევანის წინაშე ალიანსი, მას შემდეგ, რაც თქვენი სიტყვებით რომ თქვათ, ნოღაიდელის ოპოზიციური კურთხევა შედგა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ გადაცემის დაწყებას. ალიანსი არ დამდგარა არჩევანის წინაშე, ალიანსი საქართველოსთვის უფრო სწორად თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, ეს არის ღირებულებითი კავშირი იმ პოლიტიკური ძალების, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თავისი პოლიტიკური წარსულით და აწმყოთი მტკიცე აქვს ჩამოყალიბებული საქართველოს ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების და განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეტანის იდეა. ჩვენ ვართ ამ იდეის მატარებელი, ჩვენ გვინდა საქართველოს ვნახოთ დასავლურ სივრცეში, ჩვენ გვინდა საქართველოს ვნახოთ ძლიერი ქართული სახელმწიფო ევროატლანტიკური ინტეგრაციით. დარჩება თუ არა ალიანსი ლიდერის გარეშე? ეს სხვა კითხვა არის. ალიანსი ამ წუთის მდგომარეობით ძალაშია, იმ შემადგენლობით არის, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო გამოცხადებული, არც ირაკლი ალასანიას და მის პოლიტიკურ გუნდს და არც ალიანსში შემოვალ სხვა სამ სუბიექტს ჯერჯერობით ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. მედია ჩქარობს, როგორც ყოველთვის თავის შეფასებაში, პრესაში უამრავი მასალა იბეჭდება, რომელიც არ ეფუძნება არაფერს, გარდა ელემენტარული ჭორაობის. ალიანსი ძალაშია, ალიანსის ლიდერი ისევ ალიანსშია, ჩვენ ველოდებით ირაკლი ალასანიას, რომელიც არჩევანის ზღვარზეა, არა, პირობები არ წაგვიყვანებია ჩვენ, იგი არჩევანის ზღვარზეა, მან უნდა გადაწყვიტოს რჩება იმ კონფიგურაციის წევრად და იმ ღირებულებების ერთგულად, რომლის გამოც შეიქმნა ალიანსი საქართველოსთვის, თუ იგი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ეს მისი არჩევანია, ჩვენი არჩევანი გაკეთება. რა გადაწყვეტილების შემთხვევაში არ დარჩება ირაკლი ალასანია თქვენს ლიდერად? ესეც ცნობილია, აქაც ახლის არაფერს არ ვიტყვი, 29 დეკემბერს, გასული წლის 29 დეკემბერს გახმოვანდა ალიანსის პოზიცია
პირველი პრაიმერთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ალასანიამ გვახმოვანა და სადაც ცალსახად იყო ნათქვამი არა პრაიმერს. Ну, ცნობილი მიზეზების გამო, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მარტივად და გრძელ ახსნებში რომ არ შევიდეთ, რომ ეს არის სახელმწიფო ხაფანგი. მეორე, ეს არის ასევე მეორე განცხადება, რომელიც გაკეთდა ალიანსის საქართველოს მხრიდან, ყველა მისი შემადგენელი კომპონენტის მხრიდან, ყველა -1 ცნობილი ფორმულით, სადაც ჩვენ ცალსახად ვთქვით, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არავითარი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს, არასოდეს არ შეიძლება იგი აღმოჩნდეს რაიმე მაგიდასთან, სადაც ზის ნოღაიდელი, აქ ზურაბ ნოღაიდელის გვარსა და სახელში არ არის საუბარი, აქ საუბარი არის რუსულ არჩევანზე. ჩვენ ამ არჩევანის თანამონაწილეები არასოდეს არ ვიქნებით. ამიტომ ეს არის ის ორი, უბრალოდ დავასრულებ, ეს არის ის ორი პასუხი თქვენს კითხვაზე, ის ორი პირობა, რომელიც დგას ალიანსის საქართველოს მხრიდან, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, ყოველ შემთხვევაში არაფერი არ მიბიზგებს იმისკენ, რომ სხვაგვარად ვიფიქრო, რომ ირაკლი ალასანია ჩამოყალიბებული არის ამ არჩევანში, უბრალოდ ჩვენ ველოდებით მის ოფიციალურ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ბატონო კახა, ყველა -1 ფორმულა თქვენ არ მიიღეთ. ახლა ხომ არ გამოვიდა ისე რომ ასეთი ფორმულა მოქმედებს ყველა -4 ნოღაიდელთან გაერთიანების შემდეგ. ვერ გეტყვით. რეალურად 4 პარტია შეიკრიბეთ ჭადრაკის სასახლეში. დიდი მადლობა, ზალ, მეც მინდა გადაგიხადო, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. შევეცდები განვმარტო საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, ყველა -1 ეს არ ყოფილა ჩვენი ფორმულა, ასევე ყველა -4 ასევე ვერ იქნება ჩვენი ფორმულა. ამაზე ალბათ შეკითხვები უნდა დავუსვათ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ამ ფორმულის შესახებ განცხადება გააკეთეს. მე შემიძლია გითხრათ თქვენს და საზოგადოებასაც თუ რაში მდგომარეობს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, ოპოზიციურ ძალებს შორის, თავარი ამოცანა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამორჩევლებისათვის და საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ჩვენ გვიჭერს ხართ, თავარი ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა. არსებული დისკრიმინაციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე და ამას პოლიტიკური არგუმენტებიც არ ჭირდება. ეს არის ელემენტარული არითმეტიკა, როდესაც არის დაწესებული 30%-იანი საარჩევნო ბარიერი, ჩვენ თვლით, რომ ძალიან თვალნათელი არის ის ამოცანა, რაც ოპოზიციის წინაშე დგას, მოხდეს ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის და ყველა ოპოზიციური ხმების გაერთიანება, კონსოლიდირება ერთი კანდიდატის ირგვლივ, ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი უნდა იქნეს თბილისის მერის არჩევნებში განსაკუთრებით ერთი კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი. ჩვენ გასული წლის შემოდგომაზე შევთავაზეთ ოპოზიციას ჩვენი ვარიანტი, აი ამ ერთიანი კანდიდატის მიღწევის გეგმის ერთიანი კანდიდატის მისაღწევად ჩვენ შევთავაზეთ პრაიმერი. ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეულ ეტაპზე და ეს ქალბატონმა თინამაც ახსენა ასთა სხვადასხვაობა. მოგვიანებით რამოდენიმე კვირის წინ გადმოიდგა ეს ნაბიჯი დაუშვათ ირაკლი ალასანიას მხრიდან, ჩვენ მზად ვართ გადავდგოთ ასევე საპასუხო ნაბიჯები. არსებობს სრული მზადყოფნა ყველა მხრიდან, ყველა კანდიდატის მხრიდან, არსებული კანდიდატის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მოძებნილი იქნეს ის კომპრომისული ფორმა, რომელიც ერთის მხრივ იქნება დაუშვათ გათვალისწინებული ყველა ის მოსაზრება, ყველა ის ლეგიტიმური დასაბუთებული შენიშვნა პრაიმერის რისკებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის მხრიდან. მეორეს მხრივ გათვალისწინებული იქნება სხვა პოლიტიკური სუბიექტების ასევე სამართლიანი ინტერესები და მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკვე იმ წერტილთან, როდესაც შევძლებთ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესი თუ კი იქნება დისკრიმინაციული, ამ კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობა როგორ შეიძლება რომ შევხვდეთ ერთიან კანდიდატს, როდესაც არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და ამ განსხვავების მთავარი მიზეზი არის ზურაბ ნოღაიდელი ამ შემთხვევაში. მე მართალი რომ მოგახსენოთ არ ვთვლი რომ ზურაბ ნოღაიდელი არის რაიმე სერიოზული მიზეზი, იმიტომ რომ ზურაბ ნოღაიდელი არ არის კანდიდატი, ისკენ საერთოდ არ იყო ის არც თბილისის და არც სხვა რომელიმე საარჩევნო ოლქის საკრებულოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საბაბი, ხოლო რეალური მიზეზი ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ეწოდება ნაყავი და იბატონი. ბრძანა ახლა რომ ხელისუფლება ნოღაიდელების ეს რა თქმა უნდა არაპიროვნული. მე შემიძლია ჩემი პოზიცია მოგახსენოთ, ქალბატონი თინა თავისას მოგახსენებთ, ნოღაიდელი არ იქნებოდა, იქნებოდა სხვა. ხელისუფლებას აქვს ერთი და იგივე პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ამორჩევს ოპოზიციაში მტრის ხატი და მე აიძულოს ოპოზიციის ერთი ნაწილი გაემიჯნოს აი ამ მტრის ხატს და ამის შედეგად შეიტანოს ოპოზიციის რიგებში. მე ჩამოგითვლით 2007 წლის 2 ნოემბერს, როდესაც თბილისში იმართებოდა დიდი საპროტესტო აქცია, მაშინ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოუერთდა ამ საპროტესტო აქციას იმის გამო, რომ მიზეზი იყო ირაკლი ოქრაშვილი და ითქვა, რომ ირაკლი ოქრაშვილი არის კრიმინალი, სისხლის სამართლის დამნაშავე და ამიტომ ერთ-ერთი პარტია არ შეუერთდებოდა ამ საპროტესტო აქციას. საპრეზიდენტო არჩევნების წინ იყო ბადრი პატარკაციშვილის თემა, მახსოვს რომ მე მიხატული ვიყავი მაშინ ბადრი პატარკაციშვილის ულვაშებზე, მე მგონი თინაც ვიყავით ერთად ორივე ბადრიანეტები და მაშინ ამის გამო ჩვენ გაგვემიჯნა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი. 2009 წლის 9 აპრილის აქციების წინ ჩვენ ვიყავით ბურჯანაძის გუნდი.
მაშინაც ოპოზიციის საკმაოდ სოლიდური თუმცა პატივსაცემი ბატონო კახა ასე ღიად რუსეთთან არ უერთდებოდა ხელმოწერები არ დაუფიქსირებია არც ერთ წარმომადგენელს ვიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ. ერთი წამი მე დავასრულებ ჯერ მე მგონი თქვენ რუსეთზე არ გითქვიათ თემა თქვენ თქვით ნოღაიდელზე მე რუსეთზეც გიპასუხებთ აქედან გამომდინარე 2009 წლის 9 აპრილის წინ იყო ბურჯანაძე რომელსაც ხელი არ ჰქონდა მოწერილი პუტინთან არანაირ მემორანდუმზე მაგრამ მაშინაც ოპოზიციის ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეუერთდა ამ აქციას ბოლო დღემდე და გახსოვთ გაცხარებული დებატები მიდიოდა მათ შორის აქაც ამ არხზე და ჩვენ გვეძახდნენ ბურჯანაძის გუნდს ეხლა იგივე ხდება უბრალოდ შეიცვალა გვარი ნოღაიდელი აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთქვით რომ ნოღაიდელში არის რაიმე რეალური მიზეზი მით უფრო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნოღაიდელი არ არის ვერ იქნება თვითონ აკეთებს ამ შესახებ განცხადებას და ჩვენ შეგვიძლია ამ შესახებ გავაკეთოთ საჯარო განცხადება ის ვერ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი მე ვფიქრობ რომ აქ შეთანხმება უნდა მოხდეს თბილისის მერობის იმ კანდიდატებს შორის რომელშორისაც შეიძლება სავარაუდოდ გაიყოს ხმები ნოღაიდელის მიმართ თუ ვინმეს რაიმე დაუშვათ ლეგიტიმური პრეტენზიები გააჩნია მათ შეუძლიათ მიმართონ ამის შესახებ სასამართლოს პროკურატურა შეიძლება მედიის გააკრიტიკონ როგორც ამას აკეთებენ ჩვენი არჩევანი გვაქვს ჩვენ ვთქვით რომ დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არ არის ნოღაიდელი დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სააკაშვილის ირგვლივ თუმცა არანაირ იმუნიტეტს ნოღაიდელს დაარწყვას არ აძლევს ქალბატონთინა ბატონი კახა ბრძანებს რომ ნოღაიდელი არ არის კანდიდატი ოფიციალური მაშინ რა ხელისშემშლელი არის ფაქტორი თქვენთვის რომ ნოღაიდელი არის იმ გაერთიანებაში დავიწყოთ იქიდან რომ რითიც თქვენ დაასრულეთ შეკითხვა რომ ის არის იმ გაერთიანებაში ერთი მეორე და ყველაზე მთავარი ნოღაიდელი არ იქნება მერობის კანდიდატი ეს არ არის არგუმენტი იმიტომ რომ პოლიტიკური არჩევნების დროს პოლიტიკური სპექტრში ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები დგება ხოლმე ნოღაიდელი არ არის მერობის კანდიდატი ნიშნავს რას რომ ნოღაიდელის პარტია საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თუ ხვალ აღმოჩნდება ვითარება რომ ნოღაიდელი არ არის მერობის კანდიდატი მაგრამ უნდა დაუთმოს მას სხვა პოლიტიკურმა ძალებმა რომელიმე რეგიონი უნდა დაუთმოს თბილისში 1 2 7 13 მაჟორიტარული ოლქი და ასე შემდეგ. ხა ეს ამბები ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არგუმენტი არ არის, რომ ნოღაიდელი არ არის კანდიდატი. სულ რომ არ მიიღოს მისმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტი სახეზია, სამწუხაროდ ჭადრაკის სასახლეში დაგვირგვინდა ის პროცესი, რომელზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს კაცი დაჯდა იმ მაგიდასთან, სადაც დაჯდომას იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რა არის ის ფაქტორი, რის გამოც მოხდა გაერთიანება ნოღაიდელის ირგვლივ? არ ვიცი ეს ბატონ კახას უნდა გითხოთ ვის გაუერთიან და მათ იმათ უნდა გითხოთ, მაგრამ თავარი ეს არ არის, რატომ დაჯდა, თავარი ის არის, რომ ის მიზანმიმართულად ამას ცდილობდა, მას ეს არ მოუვიდა, არ გამოუვიდა გასული წლის გაზაფხულზე, საკმაოდ პრინციპული იყო პოზიცია პოლიტიკური სპექტრის, ვინც იყო ქუჩაში გასული იმ პერიოდში, მაგრამ მან ეს მოახერხა 1 წლის შემდეგ, მას პრობლემა არ აქვს, რომ მოიცადოს, იგი ძალიან მიზანმიმართულად მუშაობს იმისთვის, რომ ის სცენარი, რომლითაც იგი მოქმედებს, რომლის გამოც სავარაუდოდ იგი პუტინს მადლობებს უხდიდა მოსკოვში, ეს ხარკი მან უნდა გადაიხადოს, ოპოზიცია უნდა ჩაითრიოს და რაც თავარია, ხა როდესაც აქ ლაპარაკია შედარებაზე ნოღაიდელის იმ წინა პროცესებთან, აბსოლუტურად ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შემთხვევა არის. პირველ შემთხვევაში იქნებოდა ეს ბადრი პატარკაციშვილი, ირაკლი ოქროაშვილი თუ კიდევ სხვა ვინმე ადამიანები, ჩვენ მქონდა შემთხვევა, ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება რაღაცა ზღაპრებით და სიზმრებით გველაპარაკებოდა. ხა ირაკლი ოქროაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით არასოდეს მე პირადად ნამდვილად თამამი ვარ ამ საკითხში, არასოდეს თავი არ შემიკავები არც მაშინ, როდესაც იგი 27 სექტემბერს დააპატიმრეს იმ დღესაც და არც მას შემდეგ. აქ იყო ძალიან მარტივი ამბავი, რომ ის იყო პოლიტიკური დევნილი. დიახ, ის დააპატიმრეს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში წავიდა და არა იმიტომ, რომ სინამდვილეში თურმე რაღაც დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. ამის გამო საქართველოს სამწუხაროდ არ სჯიან რეალურად ფილისპინიდან წასულებს. თავარი განსხვავება არის ის, რომ ამ კაცმა გაბედა ის, რაც ვერავინ 20 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღმოჩნდა, რომ ბევრს ამის სურვილი ქონია, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა, რომ ჩასულიყო მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე იმ პარტიასთან, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა სულ რამოდენიმე ხნის წინ. მადლობა გადაეხადა იმ კაცისთვის, რომელიც ამ ოკუპაციის სათავეში იდგა და რაც ყველაზე ცინიკური იყო, რასაც პოლიტიკასთან არავითარი საერთო არ აქვს და უზნეობის კატეგორიაში გადავიდა, იგი შეეცადა, რომ რაღაცა ქართულ ხალხზე მზრუნველის მანტია მოესხა კაცისთვის, რომელსაც მადლობა უთხრა იმ ჯარისკაცების ძეგლის აგებისთვის მოსკოვში, რომელთა დახვრეტის ბრძანებაც სულ რამოდენიმე თვის წინ გასცა. ეს არის უზნეობა, ეს აღარ არის პოლიტიკა და ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ ნოღაიდელი მერობის კანდიდატი იქნება თუ არ იქნება, აქ გაცილებით უფრო რთულად გვაქვს საქმე. ადამიანები აკეთებენ არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანს დღეს, არამედ ზნეობრივ არჩევანს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენ მარტივად გავმიჯნეთ. ჩვენ ვთქვით, რომ დღეს საქართველოში და სამწუხაროდ ადგილობრივი არჩევნები აღმოჩნდა წყალგამყოფი.
რომელიღაც არჩევნებმა აღმოჩენილი იყო პრინციპში ამაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი იყოფა და გაიყოფა ორ ნაწილად. ეს იქნება ერთობა რუსეთისთვის, საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევისთვის, რასაც მიზანმიმართულად, საჯაროდ, განცხადებულად პოლიტიკურ კლიპებში აქვს გამოყენებული ბატონ ნოღაიდელს პუტინთან თავისი შეხვედრა. ეს კი არ არის, რომ მალავს ან ფიქრობს, რომ იქნებ ჯობდა არ გამეკეთებინა. თავის პოლიტიკურ კამპანიაში იყენებს იგი ამას. ეს იქნება ერთობა რუსეთისთვის თუ ეს იქნება ერთობა საქართველოსთვის. ეს იქნება ერთობა რუსეთისთვის თუ ერთობა საქართველოსთვის. ჩვენ ალიანსი საქართველოსთვის დავარქვით, იმიტომ ამ გაერთიანებას სახელი ციდან ხო არ ჩამოვარდნილა, რომ ეს არის ალიანსი საქართველოსთვის, საქართველოს გადარჩენისთვის, სააკაშვილის რეჟიმისგან, რომელიც ქვეყანას მიაქანებს მუდმივი ომისკენ რუსეთთან და ასევე ყველა იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც შეიძლება დღეს ოპოზიციონერის იარლი ჩამოიკიდოს და რომელიც გვთავაზობს მონობას რუსეთთან. ჩვენ არც მონობა გვინდა რუსეთთან და არც ომობანას თამაში გვინდა რუსეთთან. ჩვენ გვინდა პრინციპული, კორექტული ურთიერთობები მეზობლად. ბატონ კახა, რატომ გახდა ზურაბ ნოღაიდელი აქტუალური თქვენთვის მას შემდეგ, რაც ის მოსკოვიდან დაბრუნდა? ეს უბრალოდ არასწორი ფაქტია, რომელსაც თქვენ არასწორად დაწყვეტთ მთელი მაყურებელს. პრაიმერის პროექტი არის 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში ინიცირებული ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის მიმერ. ასევე ჩვენ ჩავერთეთ მოგვიანებით ამ პროცესში, მისგან მიიღო შეთავაზება ზურაბ ნოღაიდელმა, პუტინი მე მგონი გაცილებით უფრო. თუმცა რეალურად თქვენ ზურაბ ნოღაიდელს ვერდით თქვენს და კობადავითაშვილის გამოჩნდით მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი დაბრუნდა მოსკოვიდან. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ელემენტარულად ქრონოლოგია პრაიმერის პროექტის შესახებ, საჯარო განცხადება გაკეთებული იქნა ჯერ კიდევ ოქტომბერ-ნოემბერში. მე გადავალ ამ რუსეთის თემაზე, თუმცა მანამდე მინდა ამოვწუროთ ერთიანი კანდიდატის თემა. ქალბატონმა თინა მახსენა, რომ ნოღაიდელს უნდა დაუთმონ მაჟორიტარული ოლქები თუ სიაში კვოტები თუ რომელიღაცა რეგიონები, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენი შეთავაზება პრაიმერის შესახებ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევთავაზოთ თბილისის მერის ერთიან კანდიდატზე. ეს არის დღეს ყველაზე უფრო პრიორიტეტული, ეს არის დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს არის დღეს საზოგადოების დაკვეთა და აქვე ვინმეს თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვები, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა. არავინ არ აიძულებს ქალბატონ თინას და მის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ ამ ბლოკში შევიდეს ზურაბ ნოღაიდელთან, ან მისი კრიტიკა შეწყვიტოს, ან რაიმე სხვა ფორმით თავისი დაუშვათ პოზიცია შეცვალოს. საუბარი არის იმაზე, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, რომელთაც არ განეკუთვნება ზურაბ ნოღაიდელი, შეირჩეს ერთიანი კანდიდატი. ამ თემასთან დაკავშირებით ზურაბ ნოღაიდელის კავშირს მე ვერ ხედავ. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას და ქალბატონმა თინამაც ამაზე ისაუბრა, რომ ეს არის რაღაც საქართველოს დამონების გეგმა, ეს არის რაღაცა პუტინის ყმების კოალიცია. თქვენ არ გიქრით დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ზურაბ ნოღაიდელს გაფორმებული აქვს დოკუმენტი ოფიციალური ეძინა ერასიასთან ინფორმაციის გაცვლის თაობაზე. მე ძალიან ბევრი რამე მიქნის დისკომფორტს ქართულ პოლიტიკაში, ძალიან ბევრ რამეს ვეთანხმები, ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. საუბარი იმაზე, რომ დღეს არჩევანი გასაკეთებელი არის რუსეთის მონობასა და საქართველოს გათავისუფლებას შორის, ჩემი აზრით ეს არის რაღაც ძალიან უტრირება საკითხის. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო არხებითაც ხშირად კეთდება ხოლმე ესეთი გადაცემები, მეხუთე კოლონა, ჯაშუშები საქართველოში, მოღალატეების, საკრებულო შულავერის კომიტეტი. ეს არის ბოლშევიზმის სერიოზული რეციდივი. ასეთი ტერმინებით ხალხის მტრები, პოლიტიკური ოპონენტები. რუსეთი ამ შემთხვევაში არის ოკუპანტი ქვეყანა. ამას ხომ ვერ უარყოფთ? რუსეთი არის ოკუპანტის ქვეყანა, მე არ გეუბნები, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ეს არ ნიშნავს, რომ შენ კავშირს ამყარებ ოკუპანტებთან. რას ნიშნავს კავშირი? საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი შეხვდა რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამის შემდგომ კეთდება. უფრო სწორად რო ვთქვა, მას შემდეგ კეთდება. არა მარტო შეხვდა, პრაიმერის ოფიციალურ დოკუმენტებიც გაფორმდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის იქნა ხელმოწერილი შეთანხმება და იქ მე მგონი საქართველოს ტერიტორიებზე. დიახ, გასაგებია, მაგრამ იქ მე მგონი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ არის საუბარი და თუ ამაზე არის საუბარი, ხელისუფლებამ, რომელიც ამაზე ბევრს საუბრობს, უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ არიან დამნაშავეები, უნდა დააპატიმროს. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ჯაშუშებზე და მოღალატეებზე სისხლის სამართლებრივი ენით არ გველაპარაკებენ, არც ხელისუფლება და არც ისინი, ვინც მის მოსაზრებებს იზიარებენ. საუბარი არის რაღაცა ბოლშევიკური ტიპის ისტორიაზე, რომელიც 30-იან წლების ტერმინები არის ეს, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ეძახიან ხალხის მტრები, მოღალატეები, მეხუთე კოლონა, ეს განმეორდა 90-იან წლების დასაწყისში საქართველოში და განმეორდა ძალიან ახლო წარსულში. 2007 წლის ნოემბერში, ზუსტად იმავე ტერმინებით, რადგან ახლა ქალბატონი თინა საუბრობს, ჩვენ გვესაუბრებოდა ხელისუფლება, გივით არგამაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომ აი ეხლა უნდა გააკეთოს ქართულმა ხალხმა არჩევანი რუსეთის მონობასა და საქართველოს შორის, მაშინაც გამოქვეყნდა რაღაც არაფრის თქმელი აბსოლუტურად სატელეფონო ჩანაწერები და საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ოპოზიციის ყველა ლიდერი, მათ შორის იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც, თურმე არიან ჯაშუშები, რაც იყო რა თქმა უნდა სრული აბსურდი. ჩვენ პირადად ეხლა ეს ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ბოლშევიზმის რეციდივი, რომ საკმარისია ვიღაცა არ დაგეთანხმოს და მას უწოდო ხალხის მტერი, ჯაშუში და მოღალატე. ჩვენ პირადად ამ არჩევანს ვემიჯნებ. რესპუბლიკურ პარტიას
ახალ მემარჯვენეებს და მათ თანამოაზრეებს აქ ჩვენგან ფუნდამენტურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ დღეს ვერ ვთანხმდებით ერთიანი კანდიდატის შერჩევის იმ წესზე, რაც ჩვენს მიერაა შემოთავაზებული, მათ აქ თავიანთი განსხვავებული მოსაზრებები. ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ ეხლა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები მუშაობენ ან მერაბიშვილზე, ან ვლადიმერ პუტინზე, ან ვიღაცა საშნელი სადაზრო სამსახურის გეგმას ასრულებენ. ჩვენ პატივცემთ მათ არჩევანს, ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი და მე მგონი ეს არის დემოკრატიისა და პლურალიზმის ფუძემდებლური პრინციპი. თუ იმას რაიმე არგუმენტები აქვს, შეუძლია ეს არგუმენტები წამოაყენოს, საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს. ჩვენ მიუხედავად აი ამ უზარმაზარი, რაც მიმდინარეობს კაკაფონიისა სახელმწიფო არხებზე, პირდაპირ ყველა არხის საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტი იწყება ამ თემით. მოღალატეები, პრაიმერისტები და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი, ჩვენი არჩევანი არის ხელისუფლებას დაუპირისპიროთ ერთიანი კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში და ეს არჩევანი არ შეიცვალა. კარგად, მადლობთ ბატონო კახა. ქავტონ თინამ, ისევ შიდა პოლიტიკურ გარჩევებს რო დაუბრუნდეთ. რეალურად ვინ გადაიბირა ალასანია თქვენ როგორ ფიქრობთ, გაჩაჩილებთ თუ მოღაიდებთ? ხო, მე ამით დავიწყეთ ახლა ესე წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და არავითარ გადაბირებაზე აქ საუბარი არ არის. ირაკლი ალასანიას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის წავიდა ალიანსიდან 1, მას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის მიდის პრაიმერზე 2 და მან ისეთი პირობები დააყენა პრაიმერისთვის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პირობებს მეორე მხარე არ დააკმაყოფილებს. და მათ შორის მისი პოზიცია ნოღაიდელთან დაკავშირებით არ შეცვლება. ძალიან ადვილია ახლა ჩვენ ვნახეთ ახლა კლასიკა იმისი როგორ შეიძლება დაამახინჯოს სიტყვები უცბად იქვე თვალებში მაყურებელმა მე არ თქვენი ლიდერი რომელიც არ დგას იმ ხალხის გვერდით მაგრამ ერთ წუთი გიპასუხებთ მაგაზე არ გავუძლიო კითხვას უბრალოდ მინდა ესე რომ არ გამოგვივიდეს ხო რაღაც სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობთ ხო სამივე თავარი საკითხი მე არ მithქვამს არც ერთხელ სიტყვა ხალხის მტრები არც ერთხელ არ ერთი წუთი აქ მე ვლაპარაკობ ამით იწყება ყველა საინფორმაციო გამოშვება ყველა არხზე ყოველ დღე არა მიშა სააკაშვილი მე არ მithქვი თინა ხიდაშვილზე როცა DDP ნაციონალური მოძრაობა თქვენი წარმოადგენლებიც ამბობენ ამას რომ არჩევანი არის გასაკეთებული პუტინის ხმებსა და რაღაცა სხვა დემოკრატიულ პროდესალურ ღირებულებებს შორის და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ არა ერთი წუთით რა მე არ გიშლიდით ჩვენ არავისთვის არ გვითქვამს რომ ის არის სამშობლოს მტერი უნდა მოვიკვეთოთ არა ყველას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების უფლება მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები და ეს რაღაცა მუხლმოდრეკილი შეძახილები და ყალბი სენტიმენტალიზმი არ არის საჭირო იმიტომ რომ ის სენტიმენტალიზმი რომელიც თქვენ ყველამ ერთად კოლექტიურად აჩვენეთ ჭადრაკის სასახლეში ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა გულწრფელი და ეს თქვენი დღევანდელი საუბარიც ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა გულწრფელი რომ ხალხი იმათი კი არ იყოს აჟიტირებული რომ აი ძალიან გულით გვინდა ერთობა მაგრამ სინამდვილეში არ გინდათ ერთობა სინამდვილეში ყველაფერი ნათელია რასაც ემსახურება ეს მთელი კამპანია ეს ცრემლთაღურა მუხლმოდრეკილობა და ასე შემდეგ ყობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური თუ იყვნენ გულწრფელი იმ გამოსვლაში და ლევან გაჩეჩილაძე მათ დასაწყისში თავისი გამოსვლის ირაკლი ალასანია გამოაცხადეს გმირად იქ მთელი პათოსი ესეთი იყო ხო ყველა გამოსვლელი ერთმანეთის მიყოლებით ამბობდა რომ ირაკლი ალასანია არის გმირი და თუ ესეთი გმირია თქვენის აზრით ირაკლი ალასანია იმ ნაბიჯით მაშინ უნდა გამოსულიყო ყველა სათითაო და უნდა ეთქვა რომ ამ გმირის სასარგებლოდ ხსნით ჩვენს კანდიდატურებს იმიტომ რომ დღეს არის თებერვლის ბოლო ხვალ არის არჩევნები ამ ქვეყანაში ის რასაც თქვენ ლაპარაკობთ ეს არის საუბარი ფაქტები ლაპარაკობენ სხვა რამეს მიხეილ სააკაშვილის დამარცხება თუ გვინდა ამ არჩევნებზე დღეს ჩვენ დაკავებული ამით კი არ უნდა ვიყოთ რიცით ვართ დაკავებული არამედ უნდა ვიყოთ ჩართული საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის წინაშე ბატონო კახა შესაძლებელია რომ გახდეს ირაკლი ალასანია თქვენი კანდიდატი თქვენ ისე დაგაბრუნებთ მოგცემთ სიტყვას მე მინდა გავუწევ პასუხი თინას პირველ რიგში რაც შეეხება იმას რომ ირაკლი ალასანია არის გმირი ჩვენ არ ვეძებთ არც გმირებს არც მესიებს და არა გვაქვს ასეთი ჭადრაკის სასახლის სულისკვეთება და უნდა დამეთანხმოთ ახლა ამაში ყველა გამომსვლელმა ასე დაიწყო თავისი გამოსვლა შეიძლება გავუწევ კი ბატონო და მიპასუხოთ კითხვაზე შეიძლება რომ ალასანია გახდეს თქვენი კანდიდატი და დაუშვათ ძიძიგურა მოხსნას თავის კანდიდატურა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ ამ კითხვაზე გპასუხობთ ახლა ზალიკო პირველ გავაგზავნე ლოგიკურად ზუსტად მაგამდე მივდივარ მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ არ ვეძებთ მესიებს არ ვეძებთ გმირებს არა გვაქვს არანაირი სიაღმატებული წარმოდგენები არანაირი კანდიდატებზე და ლიდერებზე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მე ერთხელ უკვე ვთქვი რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ჩვენ შეხედულებებში ჩვენ გავკავშირებს ერთმანეთთან ძალიან ბევრი წლების ურთიერთობა და არა მხოლოდ ჩვენ და ზურაბ ნოღაიდელი არა მხოლოდ ჩვენ და ირაკლი ოქროშვილი არამედ ჩვენ და ირაკლი ალასანიას ძალიან დიდხანს ვიდექით
წყალგამყოფის სხვადასხვა მხარეს. მაგრამ არანაირი მესიანისტური მოლოდინები ჩვენ ლიდერების მიმართ არ აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დამოკიდებულება მერობის კანდიდატებს შორის ასეთი კი არ უნდა იყოს, როგორც აქამდე გვესმოდა ხოლმე სხვადასხვა კანდიდატებისაგან, რომ მე ვარ ერთადერთი უალტერნატივო ლიდერი და ყველა სხვა მოხსნას. არა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველამ უნდა გადადგას თითო ნაბიჯი და სრული ურთიერთგაგება არსებობს ამ ეტაპზე კანდიდატებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის გამოვლენის წესის შესახებ და ეს მოხდება უახლოეს რამოდენიმე დღეში და შემდგომში გარანტირებულად ჩვენ გვეყოლება მერობის ერთიანი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს სამართლიანი შერჩევის წესი იყოს არადისკრიმინაციული, შეიძლება ეს იყოს ირაკლი ალასანია. შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი სხვა იმ 4-დან, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ აი ამ შედეგზე, რომ იქნება მერობის ერთიანი კანდიდატი. ახლა ქალბატონ თინას შეუძლია გააკეთოს კიდევ ერთხელ ვიძახით თავისი არჩევანი. თუნდა ეხლავე ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. თუნდა ჩვენ ამ არჩევანს გააკეთებს. არის თუ არა? თუნდა არ მეიღოს მონაწილეობა. არ ვაპირებთ კიდევ ერთხელ გეუბნები. რაიმე წესი არსებობს თუ არა, რომ თქვენ შეთანხმდეთ ერთიანი კანდიდატის არჩევას. ეს საინტერესოა, რომ არ ვაპირებთ თავდავისხათ მათ პოზიციას, იმიტომ რომ ეს რაღაცა ერთმანეთთან ვერ არის კავშირში, საკუთარი ინტერვიუები წავიკითხოთ ყველამ გაზეთებში. რაც შეეხება ვაპირებთ თუ არა ჩართვას, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ჩვენ პოზიციებს ესე არ ვიცვლით რა, როგორც ვთქვათ, მოხდა პრაიმერისტების შემთხვევაში, ხო? როგორც კი ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რაც გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, რომ იგი იღებს მონაწილეობას ერთიანი კანდიდატის შერჩევაში, იმ დღესვე ზუსტად იმ დღესვე მოიხსნა ულტიმატუმი პრაიმერისტების მხრიდან და დაიწყო ლაპარაკი, რომ ხო, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია სოციოლოგიურ კვლევაზეც ვილაპარაკოთ. ანუ მთელი ყველაფერი არის ნათელი, მე არ მგონია რომ ამას ახლა ბევრი ლაპარაკი ჭირდება, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? მე ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, აქაც გავიმეორებ, რომ ჭადრაკის სასახლეში და გოჩაცკიტიშვილს დავესესხები ფანტასტიკური ინტერვიუა მისი დღეს პრესაჯიზე, სადაც იგი ამბობს, რომ პოლიტიკოსები უნდა მოეშვენ კამერების წინაშე ვაჭრობას. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ ჭადრაკის სასახლეში. დიდი აუქციონი, ზურაბ ნოღაიდელის თანამონაწილეობით, ესე პატარა კითხვა მაქვს, ვინ გადაიხადა დარბაზის ქირა, თუ იცით ბატონო. მაგრამ ამ აუქციონზე ერთ-ერთი ლოტი თქვენი ლიდერიც იყო თუ არ ვცდები? არ მე რა ვუარყოფ ამას? არა, ლოტი არ იყო ჩვენი ლიდერი, ჩვენი ლიდერთან იყო აუქციონი გაჩაღებული, რომ აი ჩვენ უფრო კარგი პირობებს შემოგთავაზებთ, თუ გახდებით ჩვენი ლიდერი. სინამდვილეში ესეთი იყო აუქციონის პირობა. მაშინ ნოღაიდელს რა დაუწოდეთ? იმიტომ რომ ეს იქ იყო რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სცენარი. პირველი, ეს იყო ნოღაიდელის კურთხევა, მეორე, ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური რეაბილიტაცია, მთელი ეს შოუ ემსახურებოდა ამასაც. გაზაფხულის აქციების შემდეგ პოლიტიკური რეიტინგებიდან გამქრალი ლევან გაჩეჩილაძის რეაბილიტაციას, მესამე დიახ, ეს იყო აუქციონი ირაკლი ალასანიასთვის გამართული, რომ აგერ ვართ, შენთან ვართ, ოღონდ მე არ მესმის, რატომ არის როდესაც ესე თამამად ვლაპარაკობთ, რომ ერთიანი კანდიდატი აუცილებლად იქნება, ასეთი სითამამის და თამამი განცხადებების გაკეთების საშუალებას რა აძლევთ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, როდესაც პოლიტიკური შეცდომა. მე დღეს გაზაფხულის შემდეგ. გაზაფხულის შეცდომა არ მithქვავს, პოლიტიკური პრობლემა არის. პოლიტიკური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში. რატომ არის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში დღეს? იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძე ცხოვრობს 2008 წლის 5 იანვრის ემოციით. ის ისევ იქ არის 2008 წლის 5 იანვარს, როდესაც დიახ, ის იყო ძალიან პოპულარული, დიახ, ის იყო გამარჯვების ფორმულა, მასში იყო გამარჯვების ფორმულა და დიახ, მან მოიგო თბილისი. მაგრამ დღეს არის პრინციპულად სხვა პოლიტიკური რეალობა, სრულიად სხვა პოლიტიკური არჩევანი კეთდება ქვეყანაში, ამას ადასტურებს ყველა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც დღემდე ჩატარებულა. უამრავი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამ ქვეყანაში ბოლო 1 წლის განმავლობაში, ქართული, უცხოური, ამერიკული, ევროპული, რა ვიცი, როგორიც გნებავთ, სახელმწიფო, ოპოზიციური, ისეთი, ასეთი მილიონი, ყველგან ერთი რამ არის ცალსახა. რომ ოპოზიციის ერთმნიშვნელოვანი და უალტერნატივო ლიდერი არის ირაკლი ალასანია ყველა რეიტინგებში და ნებისმიერი მომდევნო იმდენად ჩამორჩება, რომ არ ჩანს. თუ ჩვენი ამოცანა არის გამარჯვების ფორმულა, მაშინ ამ გამარჯვების ფორმულა ჩვენ ერთხელ ვიპოვეთ და ესეთი ვაჭრობა საჯარო არ გამოგვიცხადებია 2007 წლის 9 ნოემბერს. როდესაც ჩავკეტეთ კარები და ვთქვით, ამ ოთახიდან არ გავალთ კანდიდატის გარეშე. და მაშინ, როდესაც 6-5-ზე იყო ხმები, დათო უსუფაშვილმა ხელი ჩამოართვა ლევან გაჩეჩილაძეს და ვაჭრობა არ გაუჩაღებია, არ გავქცეულ ვართ და მე არ მგონია, რომ ვინმე ეროვნული საბჭოდან თქვას, რომ იმაზე მეტი ჩადო ლევან გაჩეჩილაძის კამპანიაში, ვიდრე მაგალითად მე პირადად თინა ხიდაშელმა ან რომელიმე სხვა რესპუბლიკელმა. ჩვენ ყველანი ერთგულად ვემსახურეთ იმ კამპანიას ბოლომდე. იმიტომ რომ ის იყო გულწრფელი ერთობა, ის იყო ბუნებრივი ერთობა, რომელიც თავისთავად მოხდა და არა ესეთი დაძალებული, ნაძალდები, რომ არიქა ეხლა სულ ყველანი ეს ხორალი შევკრათ, ვიყვიროთ ზურა ნოღაიდელმა ფული გადაგვიხადოს და ყველა ბედნიერები ვიყოთ.
გასაგებია მე მესმის ეს არჩევანი გააკეთა პოლიტიკური სპექტრის ერთმა ნაწილმა მე არ ვეთანხმები არ ვიზიარებ პატივსაც არ ვცემ ამ არჩევანს იმიტომ რომ მგონია რომ ეს არ არის ქართული არჩევანი ეს არ არის ქართული სახელმწიფოს არჩევანი ეს არის ზღვარი წითელი ხაზი რომელსაც მე ვერასოდეს ვერ გადავლახავ მაგრამ ყოველს თავისი არჩევანი აქვს და მე დღეს იმავე ინტერვიუში რომელიც თქვენ აქ თქვით ისიც თქვი პრაიმ ტაიმში როდესაც ვიყავი რომ ერთის მხრივ ძალიან კარგია ის რაც მოხდა რაც გააკეთა ზურაბ ნოღაიდელმა იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან ბევრი ადამიანის თავში და გულში ეს იდეა დიდი ხანია მწიფდებოდა უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნიდათ ადამიანებს და დღეს უცბად გამოჩნდა ეს არეალი როდესაც თავისუფლად შეიძლება ზნეობრივი არჩევანმაც კი არ შეგაწუხოს ამ კაცის გვერდში დგომის კაცის რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ბატონო კახა მიპასუხეთ არ გაწუხებთ ზურაბ ნოღაიდელის მადლობა პუტინისთვის ადამიანურად მაინტერესებს ყოველგვარი პოლიტიკის რეიტინგების და დათულების გარეშე დებატები ყოფილიყო და ესეც ვაპირებ გავაგზავნო ძალიან კონსტრუქციული ახლა თინა მაგ ყველაფერი თქვა რომ თურმე ჩვენ ეს არის რაღაც ყალბი ერთობა საჯარო ვაჭრობა ჩარეცვა გარეცვა თქო ამ ბოლო დღეების მანძილზე მათი ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ეს არ არის ზურაბ ნოღაიდელის ადვოკატობა ზურაბ ნოღაიდელთან ჩვენ გვაკავშირებდა და კიდევ გვაქვს უბრალოდ ბევრი ფუნდამენტური სხვაობა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ფუნდამენტური სხვაობები ჩვენ გვაქვს არა მარტო ზურაბ ნოღაიდელთან დიდი ბოდიშით მაგრამ 2007 წლის ოქტომბერში როდესაც ეროვნული საბჭო მიდიოდა ზუგდიდში გადგა ასეთი პრობლემა ზურაბ ნოღაიდელთან სამეგრელოს რეგიონში იყო პრობლემა იმისი რომ იქ არ უნდა ჩასულიყო რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წარმომადგენელი იმის გამო რაც ხდებოდა მაშინ სამოქალაქო ომის დროს და მთელი სახელმწიფო პროპაგანდა აი ასეთივე აღვერახსნილ კამპანიას აწარმოებდა მაშინ და აბობდნენ რომ რესპუბლიკური პარტია კიდე სხვა სახეებზე იყო საუბარი პუჩისტები და ასე შემდგომ ეს ადამიანები არ უნდა ჩამოვიდნენ აქ სხვებთან პრობლემა არ აქვს და ასეთივე შეკითხვები იყო მაშინ ხელისუფლების მხრიდან რა თქვენ არა გაქვთ დისკომფორტი როდესაც იმ ადამიანებთან ერთად ზიხართ რომლებიც ჯაბა იოსელიანის დროს სახელმწიფო საბჭოში იყვნენ წარმოდგენილი მაშინ ეროვნულ საბჭომ თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს პრეტენზიები და ამ პრეტენზიების დიდი ნაწილი მართლაც იყო დასაბუთებული ჩვენ თქვით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ ახლა ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება თავის მინდორზე გადაგვიყვანოს და თავისი წესებით გვეთამაშოს და ჩვენ წავედით რომელ ერთიანობაზე საუბრობთ ახლა თქვენ რაც შეეხება თინა ხიდაშვილის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით რომ რაც ჭადრაკის სასახლეში ხდებოდა და მე მესმის რომ ასეც არ მოწონს ჩვენს მიმართ რატო აქვს ეს პრეტენზიები არ ვიცი ეს პრეტენზიები შეიძლება წაუყენოს საკუთარი ალიანსის ლიდერს ჩვენ ხო არ ვაძალებთ მას რომ ბატონო კახა იმიტომ რომ თქვენთან ერთად მე ძალიან ბევრი წელი გავიარე ერთ ფრაქციაში ერთ ბლოკში ეს ყველაფერი დაგავიცდათ ქალბატონო არა მე არაფერი არ დამიწყებია და არასოდეს მე არ მithქვია ის რომ თინა ხიდაშვილი თამაშობს ამიტომაც მე არასოდეს არ მithქვია და არც ვაპირებ როდეს მე თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს აი ეს ფუნდამენტური განსხვავებები არასოდეს მე იმას არ ვიტყვი რომ თინა ხიდაშვილი არის ხა ვანო მერაბიშვილის თამაშს თამაშობს და ხაფანგში შეგვიტყვა და ასე შემდგომ მას აქვს უფლება დაეთანხმოს ჩვენს არჩეულ პროექტს, უფლება აქვს არ დაეთანხმოს და გააგრძელოს თავისი საარჩევნო კამპანია. მე არ მესმის, მისი მთავარი მოწინააღმდეგე დღეს სააკაშვილია, თუ აი ის ერთობა არის, რომელიც ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბა. ბატონო კახა, თქვენ ძალიან ხშირად ბატონო კახა. კი ბატონო, ეს არის თქვენი არჩევანი, ეს უნდა უხოთ თქვენ საზოგადოებას. დღეს თქვენი მთავარი ამოცანა არის მიიმართოს ვექტორი ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ისევე როგორც იყო 2008 წლის 5 იანვრამდე მცდელობა ასევე სხვადასხვა ძალების მიერ რომ ბადრი პატრიკაშვილი ყოფილიყო მთავარი საფრთხე ჩვენ მიგვაჩნია დიახ მიუხედავად იმისა რომ არსებობს ფუნდამენტური სხვაობები ოპოზიციის შიგნით მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის დღეს არის სააკაშვილი და მთავარი პრიორიტეტი ოპოზიციისთვის უნდა იყოს სააკაშვილის წინააღმდეგ დრო ძალიან ცოტა რჩება აუცილებლად მოგცეთ მე რომ დაასრულოთ მე თქვენი არ მეგონა თუ ბატონი კახა ამას ამ ეთერში იტყოდა და აუცილებლად უნდა გავცე პასუხი კი, მე აუცილებლად მოგცემთ თქვენ ამის საშუალებას. ბატონო კახა, თქვენ მუდმივად საუბრობთ ერთობაზე. ცოტა გაურკვეველია იცით, 4 პარტიის ერთობა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ამ ერთობას არ უერთდება ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. და როგორ აპირებთ ეს ერთობა რო შექმნათ საერთაშორისო შორის რო ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ უერთდება, რამოდენიმე რომელიც 2 დღის განმავლობაში მე ვისმენ პირადად ეს არის ზურაბ ნოღაიდელი. რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის განცხადება, ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე გაკეთდა ეს განცხადებები, მაგრამ მე მაინტერესებს ირაკლი ალასანიას რო არ გადაედგა ეს ნაბიჯი. სად იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს უჭერენ მხარს ალასანიას მანამდე? საერთოდ ჩვენ გვახსოვს რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს ამბობენ რომ ალასანია ჩვენ განცხადების შემდგომ რომ ჭადრაკის სასახლის შემდგომ რომ გააკეთეს განცხადებები, რომ აი ალასანია არის გამოკვეთილი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი 6 თვის მანძილზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ ყველა ვინც წავა არჩევნებში არის ქვეყნის მოღალატე, ეს არის კოლაბორაციონიზმი და ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ამიტომ ეს არის ბოლოდროინდელი ნამდვილად რაღაცა არ ვიცი მე ვის შეიძლება არ მოეწონა ის რომ ერთიან კანდიდატზე მოხდეს შეთანხმება ვინ დაინახა საფრთხე იმისა რამდენად შეძლებს ერთიანი კანდიდატის პირობებში თავისი პოლიტიკური რაღაცა აქტივების გადარჩენას ეს არის მათი არჩევანი კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ვინმეს არ მოწონს ეს არჩევანი თუ ვინმეს მიაჩნია რომ უფრო ეფექტური იქნება მათი გზა ცალ-ცალკე იდეოლოგიურად მემარცხენეებად მემარჯვენეებად დაშლილი ოპოზიციის არჩევნებზე გასვლა ან ყველა -1 ფორმულით ან რაიმე სხვა ფორმულით ეს არის მათი არჩევანი არავის ჩვენ არაფერს არ ვაძალებთ მით უფრო ვერ დავაძალებთ შეუძლია ქალბატონ თინას ეს პრეტენზიები წაუყენოს საკუთარი ალიანსის ლიდერს ის მიიღებს თავის არჩევას გააკეთებს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ არჩევას ქალბატონი თინა თავისას მაგრამ მე მიმაჩნია რომ თუნდაც დღევანდელ ეთერში თუნდაც სხვა ეთერებში მთავარი ყურადღების გადატანა იმაზე რომ ოპოზიციის შიგნით მიდის ეს ძალიან ნერვული დაძაბული პაექრობა ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე ეს არ არის ოპოზიციის ინტერესებში ეს არ არის საზოგადოების ინტერესებში ეს არის ხელისუფლების იგივე თამაში რასაც ადგილი ჰქონდა 5 იანვრამდე და ჩვენ არ ვაპირებთ ამ თამაშის მონაწილეობას თქვენ თუ გქონდათ ამ საკითხებზე საუბარი თქვენს ლიდერთან ირაკლი ალასანიათან ანუ ის პრეტენზიები თუ წაუყენეთ რომელზეც რის გამოც დაუშვათ შეიძლება რომ ალიანსი დაიშალოს მე პირადად არ მქონია, მაგრამ ესეთი შეხვედრები არის. დღესაც იყო შეხვედრა, მანიც ის ჩვენი დამოკიდებულება, მანიც ის ჩვენი განწყობები. ეს ხა იმდენად საჯარო და ღია არის, რომ გითხრათ, რომ არა თქო, ხო არ დამიჯერებთ. და მე რაც გითხარით მანამდე, იგივეს გავიმეორებ, ხა არ მგონია, რომ ორჯერ და სამჯერ გამეორების აუცილებლობა იყოს, რომ პირობები, რომელსაც ის აყენებს, პრაქტიკულად ერთ-ერთში ემთხვევა იმას, რაზეც ჩვენ საუბრობთ. უბრალოდ მან გადაწყვიტა, რომ სცადოს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული სამწუხაროდ, რომ არავითარი ერთობა, რა თქმა უნდა, იქით არ შედგება. და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ზუსტად იგივე ტერმინებით შემიძლია ახლა ვილაპარაკო, რასაც ბატონი კახა ამბობდა აქ. ეს ყველაფერი, აი ეს ეთერიც და მთელი ეს აჟიოტაჟი, რომელიც ჭადრაკის სასახლის შემდეგ შეიქმნა, ემსახურება ზუსტად იმას, რაც არის ყველაზე დიდი ნატრა და ოცნება სააკაშვილის. მაგრამ ნუ ეს უკვე ძალიან ბევრი ითქვა ამის შესახებ. ახლა რაც შეეხება იმ თემას, არ შემიძლია ამას არ დაუბრუნდე. თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ამ ბოლო დროს 92 წელი. ნუ იქ გარდა იმისა, რომ იყო ესეთი შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები სამხედრო საბჭოში მონაწილეობის შესახებ ჩემი პარტიის წარმომადგენლების, რაც ტყუილია, არავითარ სამხედრო საბჭოში ეს ადამიანები არ ყოფილან. სამხედრო საბჭოზე საუბრობდით თქვენ კავკასიის ეთერში. ძალიან კარგად მახსოვს. ჩემი პარტიის არც ერთ წევრს ბატონო კახა იარაღი არ ჭერია. არც ერთ წევრს გითქვამთ. სამეგრელოში იარაღით, არა, თქვენ თქვით ეს ეთერში. ეს არის ტყუილი და თქვენ შეგიძლიათ ბატონ ზაალს თქვა, რომ ნებისმიერ დროს დაგითმოთ 2 წუთი და ეს ჩააწერი როდის მე არც ერთი პარტიის წევრს იარაღი არ ჭერია, განსხვავებით ძალიან ბევრი იმ ადამიანისგან, რომლის გვერდშიც თქვენ გახართ. მე არ მინდა ამ თემებზე ლაპარაკი, ეს არავის სიკეთეს არ მოუტანს, ეს ძალიან ძველი ამბებია. ეს თემა გადალახულია, ეს ზღვარი გადალახულია საბედნიერო დღეს საქართველოს თუ ერთ ძალიან მარგინალურ ჯგუფს არ ჩავთვლით, რომელმაც საოცრება მოუწყო ქვეყანა სულ რამოდენიმე დღის წინ, სრული ასეთი სირცხვილი მე ძალიან დიდი ხანია არ მიგრძნია, რაც რამოდენიმე დღის წინ ვიგრძენი ამ ჯგუფის მხრიდან, ამიტომ ამ თემებზე ლაპარაკს არავის არ ვურჩევ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით რესპუბლიკელები, იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები იმ ხელისუფლების, მაგრამ იარაღი ხელში არ ჭერიათ ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით. ახლა რაც შეეხება იმ ორგანოს ხარც უჭერდა თუ არა, რომელმაც საქართველოში მოაწყო სამხედრო გადატრიალება? და არ უჭერდა მხარს? ისინი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები, არის სახელმწიფო საბჭოში ჯაბა იოსელიანთან ერთად წარმოდგენილი იყავით? დღეს რომ ეკითხები, რომ პრობლემა გაქვთ არა ზურაბ ნოღაიძელის გვერდზე დგომაში. ჯაბა იოსელიანის გვერდზე დგომა, რომელიც წევრი იყო სახელმწიფო საბჭოში. ის როგორ უკნი და შენ პარტიას თუ არ უკნი? გეთანხმებით, კი, ოღონდ სახელმწიფო საბჭო იყო იმის შემდეგ ბატონო კახა. იმის შემდეგ. და ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელმაც ქვეყანა პროცესი, როდესაც თბილისი გადაიწვა სამეგრელო აუხსნა და 2003 ადამიანი დაიღუპა. ეს პოლიტიკური პროცესი იყო. თქვენ ძალიან ხშირად ხაზინის კუნძულზე საუბრობთ. ათასობით ადამიანი, თინა ათასობით ადამიანს მოკლეს საკუთარი ოჯახის წევრები. დიახ. და იარაღი ეჭირათ ხელში ორივე მხარეს ბატონო. მაგრამ პოლიტიკურმა ოპოზიციამ, როდესაც ბალტიის ტანკები შემოვიდა საქართველოში და სამეგრელო გადაწვა და როდესაც მიდიოდა ზვიად გამსახურდიასა და შევარდნაძეს შორის ეს არჩევანი, რომელი არჩევანი გააკეთა თქვენმა პარტიამ მაინტერესებს. ზუგდიდში იყო ზვიად გამსახურდიას უზენაეს საბჭოში, რომელშიც ასევე იყო, უნდა ყოფილიყო წესი თქვენი პარტიის წარმომადგენელი, თუ ედუარდ შევარდნაძეს და ჯაბა იოსელიანთან თენგის უგასთან და თენგის კეთილ. ჩვენი პარტიის მე ეს მაინტერესებს. ყველაზე დიდი პლუსი ბატონო კახა, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით ის არის, რომ ჩვენ ისტორიაში ჩარჩენა არ გვახასიათებს. ქვეყანაში ნოღაიდელია გამონაკლისი, ესე იგი ნოღაიდელი არის გაიგიდოთ. ნოღაიდელი არის 2006 წელს რისი პრივატიზაცია გააკეთა. ის რომ ადამიანები დაიღუპნენ და ქალაქები დაიწვა. ეს დემაგოგია. მე 2006 წელი ვახსენე.
მახსენე საერთოდ? აბა რა სახსენე? მახსენე მე 2006 წელი? თქვენმა ლიდერმა მე პირველი განცხადება მახსენე 2006 წელი? კი ახსენეთ. არ მიხსენებია. თქვენი განცხადება, როდესაც გაკეთდა ის განცხადება, რასაც მოყვა ეს დებატები. სხვათაშორის თქვენ პასუხი არ გაეცით. გაწუხებთ თუ არა პუტინისთვის გადახდილი მადლობა. მე ამაზე გელაპარაკებით ბატონო კახა. მე გითხარით თინა რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ასთა სხვადასხვაობები, მე ბევრი რამე მაწუხებს და მე მოგიყვანით ეს მაგალითები. გაგიხსენეთ შეკითხვა თინა, მე ეს იმიტომ არ გამიხსენებია. მე გიქვით თუ არა, ბატონო კახა, გიქვით თუ არა დისკომფორტს, რომ პუტინთან დაახლოებული პარტიისთან შექმნით ერთობა? პუტინთან დაახლოებული პარტია ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის რაღაცა გამოგონილი მითი ხელისუფლების მიერ. საუბარი არის იმაზე, რომ ერთი პოლიტიკური პარტია თინა თუ შეიძლება დავასრულებინე. შენც მეჩნებოდით აღარ. რომელი ხელისუფლების მიერ? ნოღაიძელის კლიპებს ხელისუფლება ამზადებს, მაინტერესებს უბრალოდ კითხვა მაქვს. საკუთარ კლიპებში იყენებს ეს კაცი, ამაყობს ამითი. მადლობას რომ უხდის პუტინს, ამითი ამაყობს, ეს მისი სავიზიტო ბარათი გახდა. საკუთარ პოლიტიკური ძალის კლიპებში აქვს. ხელისუფლებას უამრავი პრობლემა აქვს. ხელისუფლებამ კატასტროფამდე მიიყვანა ეს ქვეყანა, მაგრამ ზურაბ ნოღაიდელი არის ერთი მედლის ორი მხარე. სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ეს არის ერთი ყალბი მედლის ორი მხარე. და ორივე ერთნაირად უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ერთი ომობანას თამაშობს, მეორე მონობას გვთავაზობს. მე არ ვიცი თქვენი არჩევანი ამ ორიდან რომელია, მაგრამ მე არც ერთი არ მინდა. და არც ერთ ამ გზას არ ვაპირებ რომ გავყვე. და ის რომ დღეს ზურაბ ნოღაიდელმა გადაწყვიტა კურთხევა მიეღო საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან. თქვენი არისფრიდანაც რა მნიშვნელობა აქვს? მე რა აქ ვინმეს დაბრალდებას ვიღაცა მესამე. არა არის ის ვიღაცა მესამე დიდი ბოდიშით რა. ზუსტად ისეთივე პასუხისგებლობის მატარებელი არიან ის ადამიანები, საზოგადოების წევრები, როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. დათო მაღრაძე და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა და ხელებ გადატყავებული უკრავდა ხელზურაბ ნოღაიდელს, საქართველოს ხვალინდელ დღეზე. ზუსტად ისეთივე პასუხისგებლობის მატარებელია, როგორც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს გააკეთეს ეს ნეობრივი არჩევანი. ამიტომ არ გვინდა ხაზინის ქურდებზე და ასე შემდეგ ლაპარაკზე, მე გელაპარაკებით მის აწმყოზე და არა წარსულზე და წარსულის ქექვა კიდევ. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება, იმიტომ რომ ვიღაც ტყვიას ისროდა და ვიღაც პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყო და ძალიან დიდი სხვაობა ტყვის მსროლელსა და პოლიტიკური პროცესის მონაწილეს შორის. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება, ბატონო კახა, ერთ კითხვას თქვენ დაგისვამთ, შემდეგ ერთ ძალიან ბევრი რამე ითქვა. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რაც ახლა ქალბატონი თინა საუბრობდა? რაზე კონკრეტულად? ქალბატონი თინა ძალიან ბევრი რამეზე საუბრობდა. ქალბატონი თინა საუბრობდა იმაზე, რომ ესე იგი ეს ალიანსი თუ ეს ჩვენი გაერთიანება ერთიანი კანდიდატის წარდგენა ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს რუსეთის მონა და კოლონია. თუ ამას გულისხმობთ, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი მითი, ძალიან სამწუხაროა, რომ თინა დღეს იგივე ტერმინები და იგივე ბრალდებები გველაპარაკებენ ითით. პაჩუკი ქარდავა და გივით არ გამაძე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო არის, რომ თინა დღეს ისე გველაპარაკება, როგორც გივით არ გამაძე და პაჩუკი თურმე იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს მზად არის უკვე ეს ადამიანი ჩვენ შეგვარაცხოს იმ ხალხად, ვისაც სურს საქართველოს რაღაც რუსეთის მონობაში დაბრუნება. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თქვენ ბრძანეთ, როგორ შევაფასებ მე იმას, რაც გადადგა ნაგებიჯი ზურაბ ნოღაიდელმა. მე იმაჩნია, რომ ეხლა თუ იქ ვისაუბრებ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ დეტალებზე, მადლობა გადაუხადა მაგიდის გვერდზეჯი და თუ მაგიდის თავში, მაგრამ ამ ადამიანმა მისმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. მე მესმის, რომ ამ აზრს ხავს. საუბარი საერთოდ არ ყოფილა ბატონო კახა. იქ იყო საუბარი ქუთაისში ძეგლის აღდგენაზე, როგორც მე მახსოვს. თუნდაც ესეც არის ურთიერთობების აღდგენის შეიძლება ნაწილი. გარდა ამისა, რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრის დროს, ეს შეხვედრა დახურული იყო და მე მგონი ამაზე ბევრი ვერ ისაუბრებს. რაც თავარია, მე მინდა ზალ გაქცე პასუხი, დამამთავრებინე ხოლმე ფრაზები. შეიძლება ამას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღდგეს, ან შეიძლება გაგრძელდეს იგივე კონფრონტაციის ჭრილში, რაც აქამდე მიმდინარეობდა, ორივე მოსაზრებას ყავდეს მომხრეები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობები აუცილებლად უნდა შეიცვალოს, აუცილებლად ჩვენ გვაქვს ამ საკითხების მოგვარების მხოლოდ დიპლომატიური გზები და იმ კონფრონტაციის გაგრძელება და აი ასეთ ტონში ამ ურთიერთობებზე საუბარი, როგორ შეგვიძლია ჩვენ ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქალაქები დაბომბა, ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ ჩვენი ქალაქები 2008 წლის აგვისტომდეც იბომბებოდა. ჩვენ შეგვიძლია ეს კონფრონტაცია გავაგრძელოთ. ეს არის კი ბატონო, ხელისუფლების იქნება თუ ოპოზიციური პარტიების ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათი არჩევანი რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი. ეხლა ბოლო შეკითხვა, რაც მე მინდოდა უпростоრად გამეც ამასთან დაკავშირებით რეპლიკა, რომ მთელი ეს დებატები, კი ბატონო, მთელი ეს დებატები, მთელი ეს დისკუსია, რაც ეხლა იქნა დაუშვათ აქ მოსმენილი, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, გეგმა, რომელიც
წყალსასხმის ხელისუფლების წისქვილზე, რომ აი ეს იყოს ოპოზიციის დიდი წყალგამყოფი, მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ ზურაბ ნოღაიდელი არ არის თბილისის მერობის კანდიდატი, ქალბატონ თინას და მის პოლიტიკურ ძალას არავინ არ თხოვს მასთან ბლოკში შესვლას ან მისი კრიტიკის შეწყვეტას. საუბარი არის იმაზე, რომ დგება შეთანხმება მერობის კანდიდატებს შორის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენაზე. აი ამასთან დაკავშირებით თუ რაიმე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, თუ რაიმე კონკრეტული ბრალდება არსებობს ჩვენ წინააღმდეგ, მე სამ გადაცემაში ვერ მოვისმინა. ქალბატონ თინას ზურაბ ნოღაიდელთან ოპონირება შეუძლია გააგრძელოს, აქამდეც ჰქონდათ მომავალშიც ექნება და ამას საზოგადოება გადაწყვეტს ვის მხარეს დაიჭერს და ვის მხარეს არა. ახლა მე ისევ თქვენს ლიდერს მინდა დაუბრუნდე. იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ალასანია დაუშვათ ისევ დაბრუნდება ალიანსის ლიდერად, ანუ თქვენ კი ბრძანებთ რომ არც ასულ არსად, მაგრამ მე გულისხმობ აი კონსულტაციების შემდეგ თუ შეცვალა ისევ გადაწყვეტილება და დაუშვათ გადაწყვეტილება თქვენს პოზიციაზე დაბრუნდა. რამდენად მისაღები არის ასეთი ლიდერი, რომელიც მუდმივად რაღაც რომელიც არათანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებაში. ირაკლი ალასანიამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ძალიან ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები მიიღო ერთმანეთისგან. გეთანხმებით, ოღონდ ეს აუცილებლად არ ნიშნავს არათანმიმდევრულობას, ეს შესაძლებელია ნიშნავს რისკიანობასაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მე დასაწყისშივე ვთქვი, ის განცხადებები, რომელსაც ირაკლი ალასანია აუცილებლად გააკეთებს. მას უწოდა ერთ-ერთ ტელეგამოსვლაში, რომ ის გამოუცდელი პოლიტიკოსია. ეხლა ეს ფაქტია ხომ? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულია. ეს ორი სრულიად სხვადასხვა თემებია ხო? ის მას აქვს გასაცემი ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი და მეც გეთანხმებით. ჩემთვისაც, თქვენთვისაც, როგორც ჟურნალისტისათვის და საზოგადოებისთვისაც. ძალიან ბევრ კითხვაზე, რატომ გადადგა მანეს ნაბიჯი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის არ გაუჭირდება ამ პასუხების გაცემა და ის აუცილებლად ძალიან მალე საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ ამცნობს. მე იმედი მაქვს მე პირადად დარწმუნებული ვარ ჩემთვის, მაგრამ იმედი მაქვს საზოგადოებისთვისაც, მისი არგუმენტები დამაჯერებელი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, აი კიდევ ერთხელ იყო მორიგი ამბავი ჩემი სიტყვების გაყალბების. მე უბრალოდ ვერ ხვდები ამ რიტორიკის ამოცანას, იმიტომ რომ ყველაფერი, რაზეც ბატონმა კახამ ისაუბრა, უბრალოდ არაფერი იქიდან, რაზეც ბატონმა კახამ ისაუბრა, მე არ მithქვამს. და ძალიან მარტივად და ნათლად ჩამოყალიბდა მთელი ეს კონფიგურაცია. ეს აჩემება, რომ მერობის კანდიდატი არ იქნება ნოღაიდელი, არის არასერიოზული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კაცი ამბობს. ეს კაცი მე არ მინდა თქვენ გინდათ ბატონო კახა, იმიტომ რომ ბოლოს იმით დაასრულეთ, რომ თქვენ არ იქნებით მასთან, თქვენ იქნებით მასთან. ჩვენ მოგეთით გარანტია, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ იქნება თბილისის მერობის. არ ვითხოვთ ბატონო კახა, არაფერში რა დიდი ბოდიშით როგორ თქვენი გარანტიების გარეშე. პირველი, მე არ მჭირდება რა თქმა უნდა, არც თქვენი გარანტიები და არც თქვენი ზურაბ ნოღაიდელი. სულ რამოდენიმე წინადადებას ვიყავ ამ თემასთან დაკავშირებით რეზიუმესავით, რომ როგორც ჩანს ვერ გაიგო ბატონმა კახამ. პირველი, ზურაბ ნოღაიდელი ამაყად აცხადებს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მას ეძლევა, რომ დიახ, ის არის პროექტის მონაწილე. ზურაბ ნოღაიდელი ყველგან აცხადებს, რომ დიახ, ის დახარჯავს ფულს ამ პროექტის წარმატებისთვის. ის თვითონ აცხადებს ამას. თქვენ რატომ ამბობთ, რომ არ ამბობს, არ მესმის, იმიტომ რომ ყურები აქვს ხალხს და ტელევიზიები კიდევ მზად არიან გეთანხმებით იმისთვის, რომ ამის ტირაჟირება მოახდინონ მისი სიტყვების. მე კითხეთ წაღან და თქვენ არ მიპასუხეთ. თუ იცით, ვინ გადაიხადა ჭადრაკის სასახლის დარბაზის დაქირავების ფული? მე ვიცი, მაგრამ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი. ვინ გადაიხადა? მე არ ვიცი, ეს ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი დარბაზის მიერ. ამ შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა თქვენი ალიანსი. შეგიძლიათ ეს ჩვენი ალიანსი არ მონაწილეობდა. თქვენი ალიანსის ლიდერი და შეგიძლიათ მას დაუსვათ ეს შეკითხვები. ეს არ იყო ჩვენი ორგანიზებული, ეს არის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის. რატომ არ გაინტერესებთ? გარკვევთ და უთხარით საზოგადოებას ვინ გადაიხადა იმ ეს არის თავარი პრობლემა, ვინ გადაიხადა ჭადრაკის. თავარი პრობლემა ის არის ბატონო კახა, რომ ეს კაცი ამბობს, რომ ის დააფინანსებს ამ პროცესს, ღიად ამბობს ამას. ეს კაცი ამბობს, რომ ის წავიდა სადღაც ტელევიზიებისთვის ფულის საშოვნელად, ან ტელევიზიისთვის, შემდეგ თქვა რეგიონალური ტელევიზიებისთვის. არის პრობლემა ისთვის. ეს პრობლემა არის იმისთვის, რომ ლევან გაჩიჩილაძე, ზვიად ძეგური, კობა დავითაშვილი და ირაკლი ალასანია შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე, ამისთვის პრობლემა არის ზურაბ ნოღაიდელის გასწავლება. შეთანხმებას არ გთავაზობთ თქვენ. თქვენ გთავაზობთ პროექტს, რომელსაც დააფინანსებს ზურაბ ნოღაიდელი და რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ძალიან მარტივად ვანო მერაბიშვილის დახმარებით გახდება ყველაზე სუსტი, ყველაზე ადვილად დამარცხებადი ხელისუფლებისთვის და ყველაზე მარტივი ფორმულა ამუშავდება. რა შუაში არის აქ ზურაბ ნოღაიდელი? მე არ დამესრულებია. ზურაბ ნოღაიდელი შუაში არის. და ლევან გაჩიჩილაძე თელი ეს კამპანია ხო ამიტომ წარმოებს.
ზვიად ძიგური ყობა დავითაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე არ არის ამ შემთხვევაში მთავარი თემა. ამ შემთხვევაში მთავარი თემა არის კაცი, რომელიც დგას ამ პროცესების უკან, რომელიც იხდის ფულს იმაში, რომ იყოს ეს აურზაური საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მუშაობს იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც მათ ერთობლივად სავარაუდოდ შეადგენეს კრემლში, იყოს რეალიზებული და საქართველოში რუსული სცენარი განვითარდეს. ალბათ ეს თემა კიდევ ძალიან თხანს ხდება აქტუალური ოპოზიციაში. მგონია რომ დიდი ხანი იქნება ეს თემა აქტუალური. დრო აღარ მაქვს, ამის დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენს მიიღებთ გადაწყვეტილებას მალე და ცნობილი გახდება რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენი ლიდერი და თქვენს კონტროლ დარჩევას გააკეთებთ. არა, ბატონო კახა, ვეღარ გავაკეთებ. ჩვენი არჩევანი ერთიანი კანდიდატის წარდგენის შესახებ რჩება ძალაში. ქალბატონ თინეს და მის ორგანიზაციის შეუძლია დაეთანხმოს ამას, შეუძლია არ დაეთანხმოს ამას, ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ მათთვის იარლიყების მიკერებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა ერთიანი კანდიდატის წარდგენისა და აუცილებლად ამის შესახებ რამოდენიმე დღეში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი გადაცემის სტუმრები იყავით. ქალბატონი თინა ხიდაშელი და კახა კუკავა საუბრობდნენ არჩევანის სტუდიაში. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და დაძაბული დღის ბოლოს მიუბრუნდებით იმ მიზეზს, რის გამოც იყო დაძაბული დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩავართავთ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძეს და სწორედ მისგან მოვისმენთ პირველ შეფასებებს. ბატონ დავით, საღამო მშვიდობისა, გმადლობთ რომ ასე გვიან შემოგვიერთდით, თუმცა ჩვენი ბრალი არ არის, ვინაიდან პარლამენტში ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა დღეს პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და დებატები. ბატონ დავით, საღამო მშვიდობისა, კი ბატონო, ვიღებ ამ ბრალს ჩემ თავზე რომ პარლამენტის დამსახურების გამო გიწევთ ასე გვიან ეთერში ყოფნა. ბატონ დავით, თქვენ დღეს ტრიბუნასთან არ გამოსულ ხართ. როგორია თქვენი შეფასება, რამდენად ამომწურავი იყო მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მოხსენება, ან თქვენ თუ მიიღეთ თქვენ თუ შეგექმნათ სრული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რაც ხდება დღეს ქვეყანაში? დღევანდელ დღეს და მთელ ამ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გავყოფდი ორ ნაწილად. პირველი გახლავთ თვითონ პრეზიდენტის მოხსენება და მეორე პოლიტიკური დებატები, რომელიც მოყვა ამ მოხსენებას. მოხსენების ნაწილში მე ვფიქრობ, რომ ძალიან ამომწურავი ინფორმაცია იყო იმაზე, თუ რა გაკეთდა წინა წლის განმავლობაში, რა საფრთხეები, რა პრობლემები არსებობდა ქვეყანაში წინა წლის განმავლობაში და რა რჩება ჩვენს პრიორიტეტებად მომავალ წელს 2010 წელს. ანუ პრეზიდენტი არ იყო ფოკუსირებული მხოლოდ ასე ვთქვათ კალენდარულ ქრონოლოგიურ ჩარჩოებზე, მან ისაუბრა მთელ პროცესზე, საიდან დაიწყო ეს პროცესი და სად მიდის და სად უნდა დასრულდეს ეს პროცესი. უпростоრად დასრულებაზე საუბარი ალბათ რთულია, მაგრამ საით უნდა წავიდეს პროცესი, რომელსაც ქვია საქართველოში თანამედროვე ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და მათ შორის ისაუბრა კონკრეტულად იმ ამოცანებზეც, რომელიც 2010 წელს დგას ამ პროცესზე. და მეორე ნაწილი გახლავთ პოლიტიკური დებატები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი პოლიტიკური დებატები შედგა. კარგი დებატები შედგა, იმიტომ რომ ოპოზიცია იყო ძალიან მწვავე, ძალიან აქტიური, ძალიან შემტევი და ისევე როგორც უმრავლესობა იყო, მე ვფიქრობ, ძალიან დამარწმუნებელი და არგუმენტირებული. ეს არის კარგი დებატის ნიშანი და მე მოხარული ვარ, რომ პარლამენტში დღეს მართლაც ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის პოლიტიკური დებატები გქონდა. ბატონ დავით, დღეს ძალიან მწვავე შეფასებები ისმოდა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ძალიან კრიტიკული იყო ოპოზიცია. რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ის შენიშვნები და ის კრიტიკა, რაც დღეს ისმოდა პარლამენტის ტრიბუნიდან? ბუნებრივია საპარლამენტო დებატებს ყოველთვის ახლავს სიმწვავე და ბუნებრივია რომ ოპოზიციის გამოსვლა უნდა იყოს მწვავე. ეს არის სრულიად ნორმალური, ეს არის სწორედ დემოკრატია. ამიტომ ალბათ არც არავინ არ ფიქრობდა, როდესაც ჩვენ გეგმავდით პოლიტიკურ დებატებს და ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ოპოზიციას გაუზარდეთ გამოსვლის დრო და მივიღეთ ისეთი ფორმატი, როდესაც პრაქტიკულად ძალიან ისეთ ხელსაყრელი და ხანგრძლივი რეგლამენტი შევთავაზეთ ოპოზიციას გამოსვლებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ისინი გამოვიდოდნენ რაღაც მაამებლური გამოსვლებით. ბუნებრივია, ოპოზიციის გამოსვლები უნდა იყოს კრიტიკული და მწვავე. მე ვიტყვი უბრალოდ ერთს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიციზმი და სიმწვავე მიმართული იყოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და არ ემსახურებოდეს თავისთავად მხოლოდ კრიტიკას, როგორც თვითმიზანს, როგორც ამოცანას და როგორც საარჩევნო დემაგოგიის ნაწილს. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ შენიშვნების ნაწილს მაინც? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის კრიტიკა, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, რაღაცას შეიძლება
შეიძლება დაეთანხმო, რაღაცა შეიძლება არ დაეთანხმო, ძალიან ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ უმრავლესობის მხრიდანაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძირითადი ნაწილი, აბსოლუტური ძირითადი ნაწილი გამოსვლების, რომელიც იყო საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, იყო ფოკუსირებული სწორედ კონკრეტულ პრობლემებზე და ასეთი კონკრეტულ პრობლემებზე ფოკუსირებული გამოსვლები ეხმარება საზოგადოებასაც, უკეთ გაარჩიოს როგორ ვითარდება ქვეყანა და ეხმარება ხელისუფლებასაც, უკეთ გაერკვას პრობლემებში და მოძებნოს მათი გადაწყვეტის გზები. ამიტომ მწვავე გამოსვლებში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, პირიქით. პარლამენტის ამოცანა სწორედ ის არის, იყოს რაც შეიძლება ბევრი მწვავე გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იქნება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ გზადახართ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც დღეს ოპოზიციამ წამოჭრა პარლამენტში დასხდეთ და დაიწყოთ კონსულტაციები და მოლაპარაკებები და კონკრეტული გზები გამონახოთ ამ საკითხების გადაჭრით. თქვენც დაეთანხმეთ, რომ ბევრი საკითხი იყო ისეთი, რომელიც საჭირო რატოა მართლაც ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ხა როდესაც ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როგორც არის ჯანდაცვა, როგორც არის სოციალური უზრუნველყოფა, როგორც არის დასაქმება, როგორც არის პენსიები, ბუნებრივია, ეს არის მთავარი თემები, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის და ჩვენ მზად ვართ ამ პრიორიტეტების განხორციელების გზაზე ვიმუშაოთ ოპოზიციასთან ერთადაც, მათ შორის თუ იქნება მათი მხრიდან წამოსული მისაღები ინიციატივები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი კომპლექსი, რომ არ დავეთანხმოთ ოპოზიციას. დღევანდელ განხილვაზეც რამდენიმე წევრმა ოპოზიციის დაასახელა ის ინიციატივები, რომელიც მართლა მათგან წამოსული იყო და შემდეგ უმრავლესობა დაეთანხმა, მიიღო და დღეს მე ვფიქრობ ძალიან კარგად მუშაობს. ამიტომ არანაირი, ვთქვათ, აპრიორი წინააღმდეგობა, რომ თუ კარგი იდეა მოდის ოპოზიციიდან, მას არ მივიღებ, ჩვენ არ გვაქვს. ეს თემები არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური დაცვა, იყოს მეტი დასაქმება, იყოს მეტი შემოსავალი ოჯახებში და თუ ამ პროცესში ოპოზიცია დაგვეხმარება არგუმენტირებული შენიშვნებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიკეთეს მოემსახურება და ალბათ ეს ის მაგალითი და ეს ის გზა არის, რომლითაც ოპოზიციამ უნდა იმოძრაოს და რისი დეფიციტით სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. ბატონ დავით, თავის გამოსვლაში პრეზიდენტი დღეს მომავალ არჩევნებსაც შეეხო, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს. რამდენად მზად არის ხელისუფლება და რამდენად არის იმის პოლიტიკური ნება, რომ ტესტი ჩააბაროს ხელისუფლებამ დემოკრატიაზე? მე არ მეყვარს ხოლმე, როდესაც არჩევნებს აფასებენ, როდესაც ტესტს, ბუნებრივი არჩევნებს გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ღირებულება და მეორეს მხრივ რო შეხედო, ტესტი არის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ ნუ ამოგვლიჯავთ კონტექსტიდან, არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არჩევნები უნდა გაიმართოს დემოკრატიულად, არჩევნები უნდა გაიმართოს თავისუფლად. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კონკურენტული არჩევნები და მე იმედი მაქვს, რომ ის კანდიდატები, რომელიც დაყენებული იქნება ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც შეძლებენ ერთმანეთს ღირსეული კონკურენციის პირობებში პოლიტიკურად შეებრძოლონ, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, ღირსეული პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის ის, რისი დეფიციტით სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკურ ტრადიციაში ჯერ კიდევ სახეზეა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ეს არჩევნები რაღაც დადებით წვილს შეიტანს. რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 100%-იანი პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და დემოკრატიული. ამ კუთხით ხედავთ, რომ ბევრი კეთდება, იგივე საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, CSKOS დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციული ჯგუფისთან დაკავშირებით და დღეს მოისმინეთ პრეზიდენტის მხრიდანაც პირდაპირი მიმართვა და დავალება ყველა სახელმწიფო მოხელის მიმართ, გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს არჩევნები იყოს დემოკრატიული და სამართლიანი. დიდი მადლობა ბატონო დავით. რაც შეეხება პროგნოზს, სხვათა შორის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ისიც, რომ მე პროგნოზისგან თავს შევიკავებ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია ვეცნობი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, ბუნებრივია ვიცი, რა შანსი შეიძლება კონდეს ამა თუ იმ კანდიდატს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი კომპონენტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არის სწორედ ისიც, რომ მე თქვენი ეთერით ვერანაირ პროგნოზს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დიდი მადლობა ბატონო დავით. ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. პრეზიდენტის ანგარიშს და დღეს პარლამენტში გამთავრებულ მოვლენებს ჩვენ რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით. არჩევანის სტუდიის სტუმრები იქნებიან უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები პეტრე სისკარიშვილი და გიორგი თარგამაძე. დროებით. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდებოდა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და უმრავლესობის ლიდერი პეტრე სისკარიშვილი. მადლობთ ბატონებო, რომ მოგბრძანდით ასე გვიან სტუდიაში. ჩვენ ძალიან ყურადღებით უსმენთ პრეზიდენტის გამოსვლას იმ დეპუტატებსაც. სანამ დავიწყებთ საუბარს, პირველ რიგში მინდა მოგილოცო და მივესალმო ყველას, მაგრამ ახლა ხან შევიტყვე, რომ ორი იუბილარი არის სტუდიაში დღეს, შენ ზალ და პეტრე გიგულცავთ ორივეს დაბადების დღე გაგიჩნდა. ერთად ბედნიერი წელი მოგცემთ. დიდი მადლობა მოლოცისათვის.
სიმართლე რომ გითხრათ ბატონო გიორგი, თქვენი გამოსვლის შემდეგ რომ დაიწყო თქვენი გამოსვლა უკვე და შემდეგ ბატონო პეტრემაც გააგრძელა, ცოტა ეს ჰოლივუდის ბლოკბასტერში მეგონა თავი, ავატარი, ტიტანიკი, ტერმინატორი, ანუ ეს ფრაზები ძირითადად ჯეიმს კამერონის გმირები გააცოცხლეთ. ბატონო გიორგი, ძალიან მწვავე გამოსვლა გქონდათ, მე ამას უსმენთ თავიდან ბოლომდე. რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ? პრეტენზია ბევრია, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელი დებატების შეფასებას და დანიშნულებას თავისთავად ამ დებატებისა, ახლა არანაირი ილუზია მე პირადად არ მქონია, რომ ყველაფერზე რასაც ვიტყოდით, რომ ცუდია, მიხეილ სააკაშვილი ან მისი გუნდის წარმომადგენლები დაგვეთანხმებოდნენ. ან თავად ჩამოთვლიდნენ პრობლემათა მთელს იმ ერთობლიობას, რომელიც დღეს საქართველოში არის. ამაში მდგომარეობს ორი დემოკრატიის არსი, რომ ღია კონკურენციაში საჯაროდ ჩვენ ვისაუბროთ იმაზეც, რაც კარგია და ეს ხელისუფლების ფუნქცია არის და თავადაც ჩვენიურად აქებს, თუ კი რამ აქვს თავად საქები, ოპოზიციას ფუნქცია არის ის, რომ მედლის მეორე მხარეზე ისაუბროს. ამიტომ ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა არ დაგვეკარგა თუ კი რამ კარგი აქვს ხელისუფლებას გაკეთებული, მაგრამ ამავე დროს თავად პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და მთელი საპარლამენტო უმრავლესობისთვის თავისი მთავრობით კიდევ ერთხელ მიგვეცა საშუალება ჩაეხედათ სარკეში. და შეიძლება ეს სარკე მათთვის მრუდია ან ცუდად გაწმენდილი, როგორც ბატონი სააკაშვილის შემდეგ ხუმრობდა სათვალეებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საზოგადოება იმიტომ გაკრიტიკებთ, რომ თქვენ მედლის მეორე მხარეს არ ხედავთ. ანუ ეს არის შორის დღეს ეს შეიძლება ასე უნდათ რომ იყოს საიმისოთ რომ ჩვენ იმ ტიპის ოპოზიციური ჯგუფებად ვითვლებოდეთ ანუ ასე თქვათ გვაკედლებდნენ ისეთ ოპოზიციური ჯგუფებს რომლებიც რიყეზე ისე გაივლიან რომ ქვას ვერ დაინახავენ ჩვენ ასეთები არასოდეს ყოფილვართ მე დღეს ვთქვი რომ მაგალითად თუნდაც დღევანდელი პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსდრის დროს იყო მნიშვნელოვანი ის რომ ის დაეთანხმა ჩვენ შეთავაზებას რომელიც უკვე 4 თვეა ძალაშია რეგიონალური ტელევიზიებისათვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით ეს პოზიტიური ნაბიჯია ამ შეუფასებლობა არ შეიძლება უარყოფითად მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ რომ ეს არ არის საკმარისი საიმისოდ რომ სატელევიზიო სივრცეში ვითარება არსობრივად შეიცვალოს სხვა ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ამაზე უნდა გავაგრძელოთ საუბრები და კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა იმაზე რომ შუქი არის და გაზი არის დიახ შედარებით იმასთან რაც იყო ადრე დღეს ნამდვილად ელექტროენერგიითა და გაზმომარაგების პრობლემა საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში არ არსებობს მაგრამ პრობლემა არის ის რომ დღეს ეს გაზი და ელექტროენერგია ძალიან დიდი ნაწილისთვის ჩვენი საზოგადოების არის ხელმიუწვდომელი თავისი ფასის გამო და ჩვენ ვთვლით რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები საიმისოდ რომ გარკვეული ჯგუფები ახრეხებდნენ ამის მეშვეობით თავიანთი ჯიბეების გასქელებას და საზოგადოების დიდი ნაწილი ღატაკდებოდეს მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა განათლების რეფორმის წარმატებაზე დიახ ეროვნული გამოცდები მართლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით დღეს სტუდენტი უბრალოდ აბიტურიენტი სტუდენტი ხდება პატიოსნად თავისი განათლებისა და გარჯის შედეგად მაგრამ უმეტეს მოცულობას ჩვენი სტუდენტებისა რომლებიც გამოცდებს აბარებენ მაღალი სტუდენტური გადასახადების გამო არ აქვს საშუალება გააგრძელონ სწავლა მე შემიძლია ჩამონათვალი გავაგრძელო ამასთან დაკავშირებით რომ გიპასუხოთ უმრავლესობის წარმომადგენლებმა ბატონო პეტრე თქვენი გამოსვლა ძალიან კრიტიკული იყო ოღონდ კრიტიკული ოპოზიციის მისამართით ნუ თუ ოპოზიციის კრიტიკაში თქვენ ვერ დაინახეთ ვერაფერი ისეთი რომელზეც შეიძლება რომ დადებითი პასუხი გაგეცათ და არ ყოფილიყავით ასეთი კრიტიკული მოგესალმებით მე ძალიკო მინდა შევუერთდე გიორგის და დაბადების დღეს მოგილოცოთ და ახალი სტუდიაც შესაბამისად ახალი გადაცემაც დიდი მადლობა იცით რა შეესაქმე რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას აი მე მაგალითისთვის მოგიყვანთ იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავინახეთ რეალურად საქმეზე ორიენტირებული გამოსვლა და საქმეზე ორიენტირებული შემოთავაზება კრიტიკასთან ერთად კონკრეტულად ჩამოთვალა ბატონო გიორგი ეს არის შესაძლებელია ტარიფის ცვლილება შესაძლებელია მაგრამ რის ხარჯზე ანუ ტარიფის ცვლილება არის შესაძლებელი, როდესაც დაასუბსიდირებ. თუ დაასუბსიდირებ ამ ტარიფის ცვლილებას, მაშინ შესაბამისად ბიუჯეტიდან თანხა უნდა დახარჯო. ეს თანხა საიდან უნდა მოვიდეს და აი მან მივდიოდი ზუსტად ერთადერთი რაც მოვისმინეთ, საქმიანად შემოთავაზებული 170 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ჩემის აზრით გამოთავისუფლებული თანხა, რაც გიორგი მახსენა, ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თავდაცვის ხარჯებს შევამცირებდით. შეიარაღების ხარჯებს შევამცირებდით და დაუახლოვდებოდით ნატო სტანდარტებს. მაგრამ ნატო სტანდარტებში მე მგონი არ ზის ის რომ რუსეთის მტრულად განწყობილი ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრში უნდა იდგნენ. აქედან გამომდინარე ეს ძალიან რთული ამოცანაა და ერთგვარად უტოპიური ამოცანაა. აქედან გამომდინარე ამის გარდა
ჩვენ კონკრეტულად შემოთავაზება რას მოვაკლოთ თანხა, რომ დავხარჯოთ, დავასუბსიდიროთ, თქვათ, ტარიფები დავასუბსიდიროთ, ფერმერები, რომლებსაც ვაშლი მოყავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თანხები საიდან უნდა მოვიდეს? რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ არაერთხელ ინფორმაცია და ჩვენ ვიცით, რომ 5 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი 9 მილიარდი ლარიც არ იყო, დღეს გვაქვს თითქმის 7 მილიარდიანი ბიუჯეტი, მაგრამ ეს ზრდა არის შესაბამისად გამოწვეული გამართული მუშაობით, კორუფციის აღმოფხვრით, ეკონომიკური ზრდით, ადმინისტრირების გაუმჯობესებით, მაგრამ ყველა ეს თანხა შემდეგ გადანაწილებულია, რომ 14 ლარიანი პენსია, რომელიც არ გაიცემოდა, დღეს 80 ლარიანია და გაიცემა. ხელფასები, რომელიც იყო 20 და 30 ლარი სახელმწიფო სექტორში, განათლების სექტორში და ასე შემდეგ, დღეს არის 200, 300, 500 და 700 ლარი. აქედან გამომდინარე, თავდაცვის შეიარაღება, პოლიციაზე იყო საუბარი, სოციალური დაცვა და დაზღვევის პროგრამები, რომელიც საერთოდ არ არსებობდა 2004 წლამდე. ეს ყველაფერი შემოტანილია, დანერგილია, არსებობს, ხალხი ამით სარგებლობს და ამაზე ყველაფერზე იხარჯება ფული. როდესაც შენ გამოდიხარ ახალი პოპულისტური ლოზუნგებით თუ შემოთავაზებებით, მაშინ იქვე უნდა მოვაყოლო, აი როგორც თქვა გიორგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ, რომ მოვაკლოთ შეიარაღების და თავდაცვის ხარჯებს, როდესაც რუსები აგერ გიდგანან 30 კილომეტრში თავის ტანკებით და ქვემეხებით. ჩვენ ეს რაც შეეხებოდა იმ საუბარს შეკითხვასთან დაკავშირებით და გიორგის გამონათქვამებზე გარკვეულწილად პასუხის გაცემას, მაგრამ მეც მინდა ჩვენი მხრიდან თქვა, რომ ასევე ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ძალიან ბევრ ჩვენთან ამოქალაქეს დღეს უჭირს, ძალიან უჭირს და ეს გაჭირვება გამოწვეულია ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ გაჭირვების არის უმუშევრობა. უმუშევრობა ცუდია, ძალიან ცუდია, როდესაც არსებობს სახელმწიფოში მოკლევადიანი თვალსაზრისით, რომ ადამიანი ვერ იღებს შემოსავალს და არ აქვს საშუალება არჩინოს თავისი ოჯახი და ეს ძალიან მტკივნეულია. ასევე ცუდია და უარყოფითი მოვლენაა ქვეყანაში იმისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანი, რომელიც უმუშევრად დარჩა, განიცდის კვალიფიკაციის დაკარგვას, დეკვალიფიკაციას, ჟარგონით რო ვთქვათ, ფორმიდან ამოვარდება და შემდეგ რთულია ისევ ჩაერთოს მუშაობის ფერყულში. ასევე ცუდია იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, იღებენ განათლებას, ისინი ან უწევთ საზღვარგარეთ სამუშაოს ძიება, ან ამ განათლების მიღების პროცესში არ არიან მოტივირებული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური ძალისხმევა დახარჯონ განათლებაზე, იმიტომ რომ არ აქვთ სამუშაო შოვნის პერსპექტივა. აი ეს გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ინვესტიციების მოზიდვით, ლიბერალიზაციის კუთხით, სახელმწიფოდან გნებავთ ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვით და ინექციით, ეკონომიკაში გადასახადების დაბლა დაწევით და ფულის ეკონომიკაში დატოვებით, რომ ეს სამუშაო ადგილები შეიქმნას და ჩვენ ამაზე ვზრუნავთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საკეთებელი საქმე. კამერები რო ჩაქრება, ბატონი გიორგი წავა და სახში დაისვენებს და ჩვენ კიდე აი ამ ყველა პრობლემაზე უნდა ვიზრუნოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბატონო გიორგი, დღეს თქვენს გამოსვლას უბრალოსობამ ტყუილები უწოდა და თქვენს მოძრაობას კი ტიტანიკივით ჩაძირვა უწინასწარმეტყველა. კარგი, მაგას დრო გვანახავს ტიტანიკივით ჩავიძირებით თუ რა მოგვიყვება. ამ შემთხვევაში მე მინდა უფრო არსობრივად ვისაუბროთ ბატონმა პეტრემ ბრძანა, რომ ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება თავდაცვისა და შეიარაღების ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ეხლა ის დრო არის, როცა თავდაცვისა და შეიარაღების ხარჯები უნდა შემცირდა ეს რეალურად. ასე ვთვლი ზუსტად და ვეცდები საზოგადოებას აუხსნა რატო. არაფორმალურად საომარ-მდგომარეობაში იყო. დიახ, არაფორმალურად საომარ-მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელიც სხვათა შორის სამ დღეში ფორმალურად თუ არაფორმალურად საომარ-მდგომარეობაში მხოლოდ ქვეყანასთან, რუსეთის ფედერაციასთან გახსნის ლარსის საზღვარს. ან თლად ისე არ არის საქმე, ხო, რომ თლად საომარი მდგომარეობა იყოს, მაგრამ მე კი ვარ იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ვხედავ სერიოზულ საფრთხეებს ამ მიმართულებით. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ განსაზღვროთ პრიორიტეტები და ვთქვათ, თუნდაც საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღების 750 მილიონიანი დაფინანსებით. ვიღებთ ჩვენ გარანტიას იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თუნდაც ის ნაწილი ტერიტორიებისა, რომელიც გვაქვს, ან თუნდაც იგივე ყაზბეგი და ასე შემდეგ დაცული იქნება და ამის გარანტიას იქცლება ვინმე ამ 750 მილიონი დოლარით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატო სტანდარტზე, ან მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე დავიყვანოთ თავდაცვისა და შეიარაღების დაფინანსება, შევინარჩუნოთ მთელი ინფრასტრუქტურა, სამხედროების სოციალური გარანტიები, ჩვენი ბაზები და ასე შემდეგ, მაგრამ შევამციროთ თანხები, რომელიც შეიარაღებისთვის იყო გამოყოფილი, მით უმეტეს რასაც უყურებთ, მაინც და მაინც არც ერთი ქვეყანა არ იკლავს თავს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ხელი შეგვიწყოს და ეს ფული 170 მილიონი მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ, რადგან ამ ქვეყანას თუ გადაართ
გადაარჩენს. რამე ტანკი კი ვერ გადაარჩენს ან რომელიმე სხვა ტიპის შეიარაღება და სამწუხაროდ ეს ჩვენ ვნახეთ. ამას გადაარჩენს ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია, რომელსაც ჭირდება საფუძველის და შესაძლებლობაც, რომ იგრძნოს ამ ქვეყნის მოქალაქედ თავი. ამიტომ, როცა ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდა არა მარტო ის ვითარება, რომელიც არის ჩვენს ეკონომიკაში, მცირე და საშუალო ბიზნესში, ჯანდაცვაში, განათლებაში, არამედ დემოკრატიაში, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ეს თანხა როგორ მიმართოთ? იქნება 50 მილიონი პირველ ეტაპზე იქნება სრულიად საკმარისი საიმისოდ, რათა ქვეყანაში განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ძალიან სერიოზული ქსელი ბიზნეს ინკუბატორებისა, საიმისოდ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება კი არ იყოს მარტო ადვილი და 12%-ის მეტი ვერ ახსოვდეს წლის ბოლომდე, არამედ ბიზნესის განვითარება იყოს შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის დაპირება საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოში იმ არჩევნების შემდეგ მანამდე არც ომი იყო მომხდარი და არაფერი, შეიქმნებოდა ბანკი, მცირე კრედიტის ბანკი, თუ ზუსტად აღარ მახსოვს, დღეს ზუსტად თქვის, რასაც თავად იძლეოდა დაპირების სახით, 300 მილიონიანი ტრანში უნდა წასულიყო პირველ ჯერზე და უნდა მომხდარიყო 25 წლიანი გრძელვადიანი კრედიტების გაცემა დაბალ ფასად, ხო? ამ თემებზე იყო საუბარი. ეს თემები ყველამ დაივიწყა. როცა შემოდის უცხოეთიდან საქართველოში დახმარებები, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე იხარჯება ეს თანხები, საქართველოს რეგიონებში იხარჯება ეს თანხები, გზები კეთდება, ხიდები კეთდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ ის, რაზეც შეიძლება ქართული ეკონომიკა იდგეს, ეს არის საფუძველი. ამავე დროს ძალიან სერიოზული პრობლემები არის ჯანდაცვაში და 2 წელი არ ჭირდებოდა იმას, რომ დღე ბოლოს და ბოლოს გვეღიარებინა, რომ არ გამოდის ამ ბლოკ ჯორჯიას საქმე. ჩაიშალა ეს 100 საავადმყოფოს პროექტი. საავადმყოფოების უმეტესობა და თავად პერსონალის და პაციენტები მძიმე დღეში არიან. ნუ თუ ასე რთულია პრობლემების აღიარება და დროულად გადაწყვეტილი. ბატონო პეტრე, ქრისტიან დემოკრატები ძალიან დიდი ხანია სწორედ ამ საავადმყოფოების თემას აქტიურად წევენ წინა პლანზე. თქვენ ბატონო გიორგი იძახის, რომ ეს პროექტი პრაქტიკულად ჩავარდნილია. რეალურად რა ხდება? რეალურად რა ხდება მოგახსენეთ, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო მცირე და საშუალო ბიზნესის თემას. რაც შეეხება ინკუბატორებს, თავისთავად ეს ცუდი იდეა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ ახალ ბიზნესებს, რომელიც შეიძლება მომავალში ოდესღაც გაიხსნას და ამაზე არის ეს პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში, ბიზნეს საინკუბაციო ეს ინკუბატორების პარკების, ტექნოპარკების გახსნის და ასე შემდეგ, სადაც ამ ბიზნეს ინკუბატორების დაჩეკვა ხდება და იქიდან პატარ-პატარა ბიზნესები წარმოიშობიან ხოლმე. რაზეც გიორგი საუბრობდა, ეთყობა აქვს შეხება, უცხოეთში უნახავს ესეთი და არის საკმაოდ წარმატებული ესეთი პროექტები, მაგრამ ეს შეეხება მომავალში ვიღაცას თუ მოუვა იდეა, სახელმწიფო ეხმარება, რომ აი ბიზნეს ინკუბატორის საშუალებით განავითაროს მაღალ ტექნოლოგიური რაღაც საწარმო ჩამოაყალიბოს, გნებავთ ინდუსტრიული რაღაც საწარმოს, ასე ვთქვათ, მცირე ზომის მოდელი შექმნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მომავალზე ორიენტირებული. რა გავუკეთოთ, რით დავეხმაროთ დღევანდელ უკვე არსებულ საწარმოებს, რომელიც შედიან აი ამ სეგმენტში, ფიქსირებული გადასახადი ბაზრობებს თუნდაც სავაჭრო ცენტრებში. ბაზრობებით ნუ შემოვიფარგლებით მცირე და საშუალო ბიზნესი, იმიტომ რომ რაც შეეხება იმ ფონდს, რომელმაც დაბალი სესხები უნდა, დაბალ პროცენტიანი სესხები უნდა გაწეს. ეს თავისთავად ძირს გამოუთხეს საბანკო სისტემას. ეხლა თუ გნებავთ ამაზე ვიდეოთ, ეკონომიკურად ესე ვთქვათ, ვიკამათოთ, მაგრამ ხალხს ამას პირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ამას პირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ბანკებმა უნდა შეამცირონ, უნდა ჩვენი საბანკო სისტემა და ეკონომიკა გაიზარდოს იქამდე და ამას რა თქმა უნდა არ უნდა დაჭირდეს აწლეულები, რომ თვითონ ბანკების კონკურენციიდან გამომდინარე, მათი ლიკვიდურობიდან გამომდინარე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები და ეს იქნება ჯანსაღი დაფინანსება, დაკრედიტება მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის. და არა ის, რომ რაღაც სახელმწიფომ შექმნას ერთგვარი ფონდი, საიდანაც ამ ფულებს დაარიგებს. ესეთი გამოცდილებები ამ ქვეყანაშიც არსებობს, სხვა ქვეყნებშიც არსებობს და არცად არ გაუმართლებია. ეს არის კორუფციის ჭაობი, ეს არის გზა იქითკენ, საიდანაც ჩვენ ჯანსაღ ეკონომიკას ნამდვილად ვერ შექმნით. ეხლა 20 მილიონის IAP კრედიტის პროგრამა რას ნიშნავდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც თქვენს მიერ იყო მიღებული? კორუფცია იყო ეს თუ როგორ გავიგეთ? გასულ წელს რაც შეეხებოდა, ეგ იყო შემთხვევა, როდესაც ბანკებს მაშინ ჰქონდათ თავიანთი ლიკვიდურობა, საშუალება, ის წელი იყო, როდესაც
ჩვენ არ ვიყავით ისეთ ღრმა კრიზისში შესულები, ანუ სოფლიო ეკონომიკა არ იყო ისეთ კრიზისში, როგორშიც დღეს იმყოფება და ბანკების პარალელურად ახლა გაცლებთ რთული იყო პეტრე უნდა. არა, ეს ჯერ ერთი იყო 2008 წელი გახსოვთ თქვენ, როდესაც 2009-ზე ვლაპარაკობ. 2008 წელში იყო. თანხებიდან ძირითადად შემდეგ. ბატონო, ჩვენ ისეთ თემებზე საუბრობთ. 2008 წელში იყო, როდესაც აღმავლობის წელი იყო ეკონომიკურად ეს და ეს მიმდინარეობდა, ეს პროცესი მიმდინარეობდა საბანკო სისტემის პარალელურად. საბანკო სისტემა უბრალოდ ვეღარ აუდიოდა, მისი ლიკვიდურობა არ ყოფნიდა ის, როგორც ეკონომიკურ ტერმინს ხარობენ, ლევერიჯი იყო ძალიან მაღალი, ანუ კრედიტები უფრო მეტი ქონდათ გაცემული, ვიდრე კაპიტალი ქონდათ დაგროვებული საბანკო სისტემას და რომ არ დაგვეყენებინა ჩვენ რისკის ქვეშ საბანკო სისტემა, მთლიანად ფინანსური სისტემა ისეთი რისკის ქვეშ, როგორც ზოგიერთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში დაუდგათ. ამისათვის საჭირო იყო დამატებითი ინექცია ბიზნესებისთვის, საიდანაც მოთხოვნა მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაფინანსებულიყო. დღეს როგორი სიტუაცია გვაქვს, იცით? ბანკებში ფული არსებობს, ლიკვიდურობა არის, იმიტომ რომ საპროცენტო განაკვეთები აწიეს, ანუ ხალხმა შემონატანების დეპოზიტების შემოტანა დაიწყო, იმიტომ რომ მაღალი მოგება არის ამ დეპოზიტებზე, მაგრამ მოთხოვნა იმდენი არ არის. შესაბამისი რაოდენობით მოთხოვნა არ არის, იმიტომ რომ ბიზნესებს ჯერ კიდე არ აქვთ განსაზღვრული სამომავლო გეგმები, აქვთ გარკვეული დავალიანებები, როგორც ბანკების, ასევე ბატონო პეტრე და ბატონო ერთ კონკრეტულ ფინანსურ საკითხს ვიხილავთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იყო პრეზიდენტის გამოსვლაში მისი პოლიტიკური ნაწილი. რა თქმა უნდა, მთავრობის ხელშეწყობით, აი რასაც ვაკეთებთ, ეხლა შეიძლება ბატონი გიორგის თვალსაზრისით შეზღუდული არის, მაგრამ ამაზე მეტი რო წავიდეთ, ხა ალბათ კეინსაც კი გაუკვირდება. ბატონმა გიორგი ჩვენ ვაშენებთ საბაზრო ეკონომიკას და ინიციატივა დააყენა, ამჯერად მე პოლიტიკური ინიციატივაზე ვსაუბრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დატოვოს პარტია და უნდა გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას. კი ბატონო, მე ახსნი თავარ მოტივს ამის. რამდენად მისაღებია თქვენთვის, რომ პრეზიდენტმა დატოვოს ნაციონალურ მოძრაობას? მისაღები არ ვიცი, რატომ თხოვენ პრეზიდენტს, რომ დატოვოს ნაციონალურ მოძრაობა, გაემიჯნოს საერთოდ პოლიტიკას, რომ ის არ იყოს პარტიის ლიდერი, არ ვიცი, ბარაკ ობამას თხოვს რომელიმე რესპუბლიკელი, რომ განუდექი დემოკრატებს და აღარ იყო იმ პარტიაში, ან ნიკოლა სარკოზის თხოვს ვინმე აღარ იყო UMP-ის ლიდერი და გაემიჯნე მაგ პარტიას, მე მგონი არ ხდება. თუმცა არის პრობლემა შემთხვევაში, რომ ცივილიზებული ფორმაა, როდესაც პრეზიდენტი, პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იმ პარტიულ საქმიანობაში არის ჩართული იმ ეტაპზე, მომავალში გააგრძელებს პრინციპული, რომ მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს. ბატონ გიორგის, მე მგონი პრეზიდენტ სააკაშვილი მუდმივი პრეზიდენტი უნდა იყოს და უნდა რომ იყოს სპეციალისტ ხარ, რომ 50-100 და ბოლოს 250-ო. ადამიანს უნდა კონდეს საშუალება, რომ როდესაც არ იქნება პრეზიდენტი, ხო რა ხარ, საში გამოიკვერეთ ხო და დღეს ისეთი რამე თქვა სააკაშვილმა, რომ უცბად ენაზე მომადგა იგივეს თქმის აუცილებლობა. არა, ეს ხუმრობით, მაგრამ კარგი, მარტივად უნდა კონდეს საშუალება ადამიანს, რომ კი ბატონო, არგუმენტებს ვიტყვი, რატომაც დავაყენე. შეიძლება რომ მოусმინოთ ბატონ გიორგის არგუმენტებს. არგუმენტი შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში. როცა ერთ ადამიანს და ერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს მონოპოლიზებული მთელი პოლიტიკური სივრცე საქართველოში. არგუმენტი მდგომარეობს საქართველოს კონსტიტუციაში, როდესაც პრეზიდენტი ფაქტობრივად სარგებლობს შეუზღუდავი უფლებებით. არგუმენტი არის იმ რეალობაში, როდესაც სრულიად შემოუსაზღვრავი და დაუბრკოლებელი ძალაუფლების განხორციელებელი საქართველოს პრეზიდენტი ახერხებს იმას, რომ აკონტროლოს მედია სივრცე, აკონტროლოს ბიზნესი, იქონიოს პირდაპირი გავლენა სასამართლოზე და ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმ ციფრებისა, რომელზეც იყო საუბარი, სასამართლოებში ჩვენ სავალალო ვითარება გვაქვს. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია საიმისოდ, რომ არა მხოლოდ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიას მათ შორის იმის ბრალია, რომ პრეზიდენტი ვერ გაექცა პარტიული ინტერესების ტყვეობას და მიხეილ სააკაშვილი ვერ იქცა საქართველოს ყველა მოქალაქის, ყველა პარტიის წევრის ან სრულიად უპარტიო ადამიანის პრეზიდენტად. ეს არის მისი პრობლემაც და ეს რჩება საქართველოს პრობლემად. ამიტომ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხო არ არის ლაპარაკი. მით უმეტეს ეს ადამიანი კენს ვეღარ იღებს საქართველოს პრეზიდენტად, ხო? მაშინ გადავდგათ სახელმწიფოებრივად უფრო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, როგორც ეს მე მეჩვენება, რომ ასია და საზოგადოებამ განსაჯოს, გაემიჯნოს თავის პოლიტიკურ გუნდს პარტიულად. მე ხო არ ვეუბნები, რომ ამ ადამიანებს გამარჯვება აღარ უთქვა, ცხადია ძირითადი დასაყრდენი ნაციონალური მოძრაობა იქნება, თუ კი მისგან რაიმე დარჩება მას შემდეგ, თუ კი სააკაშვილი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ხელისუფლებაზე მიბმული პარტიები ჩვენ ბევრი გვინახავს საქართველოში და ისიც გვინახავს შემდეგ როგორ მთავრდებოდა მათი ისტორია. ამიტომ საფრთხეს ნაციონალური მოძრაობა ამაში ხედავს ზუსტადაც, რომ შეიძლება ჩვეულებრივი კონკურენციის, სამართლიანი კონკურენციის პირობებში სხვა პარტიებთან, იმ შემთხვევაში თუ კი პრეზიდენტი მართლაც გახდება მედიატორი, არბიტრი პოლიტიკურ პროცესებზე
მაღლა დადგება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ამ თვალსაზრისით პარტიულ პროცესებზე და მისცემს საშუალებას ყველას, მათ შორის ჯარის, პოლიციის, განათლების სისტემის მუშაკების, სამინისტროების თანამშრომლებს თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, ამ ქვეყანაში იქნება პლურალიზმი, პოლიტიკური სისტემა იქნება დაბალანსებული და ქვეყანაში დემოკრატია გადადგავს ნაბიჯს წინ და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს სწორედ როგორც ამ თავარ გამოწვევას ასე უყურებთ. აქედან მოდიოდა ჩვენი ინიციატივა და მე მიმაჩნია, რომ ეს არის იდეა, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თუ ამ ქვეყნის კარგი მომავალი უნდა და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია ხელისუფლებისა, ეს იდეა ადრე თუ გვიან უნდა გაიზიაროს. ბატონო პეტრე, კი, აუცილებლად გაპასუხებინეთ, თუმცა მე მინდა ჩააკითხოთ ბატონო გიორგიმ რაც დაიწყო, არჩევნების თემას მინდა მივუბრუნდე ქვეყანაში. დღეს თქვენ დაგადანაშაულეს იმაშიც, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკვე ღირებულებები აღარ გააჩნია. და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ადრე ხელისუფლებაში იყო, შემდეგ რუსეთთან წავიდა მოსალაპარაკებლად და ესეც საიშროება კიდევ არსებობს. რეალურად არის თუ არა საიშროება მართლაც, რომ რაღაც პოლიტიკური ყევები იყოს, შიდა პოლიტიკური ყევებს გულისხმობ მე, შიდა პარტიულს. და რამდენად მზად ხართ ამ არჩევნებისთვის? რას ელოდებით? ჩვენ მზადა ვართ ამ არჩევნებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ღიად, გამჭვირვალედ, სამართლიანად და დემოკრატიულად. ამის გარანტორი არის ეს ხელისუფლება, მთლიანად მთავრობა, ახლად დაკომპლექტებული CSKO, რაც შეეხება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ არჩევანს. ბატონმა გიორგიმ მშვენივრად უწყის, რომ არჩევნები არის ფარული და ის ადამიანი, ვის შემოხაზავს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. და შესაბამისად იქ არანაირი ზეგავლენა მასზე არ ხდება, მუშაობს ის სამინისტროში, პარლამენტში თუ სხვა რომელიმე აპარატში, რაც შეეხება ბატონი პრეზიდენტის გადადგომას პარტიიდან, სწორედ იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი ვეღარ იყრის კენჭს მომავალ არჩევნებზე, რატომ უნდა აუგრძელოთ ამ ადამიანს საერთოდ პოლიტიკაში ყოფნა და გადადგეს გინდა თუ არა პარტიიდან, რატო ავალდებულებთ, უბრალოდ გაუგებარია ეს არგუმენტი. პრობლემა არ არის, მე შეუძლია მოbrunდეს ნაცმოძრაობაში, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება. კარგი, ბატონო პეტრე, მე უბრალოდ მაინტერესებს არჩევნების წინ რამდენად ელოდებით, რომ საერთოდ რუსული ფაქტორი გააქტიურდება. მე გულისხმობ ახლა იმას, რომ ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალურად დადის მოსკოვში და დაუშვათ რაღაც ხელშეკრულება ფორმდება ეძინა რასიასთან. ანუ რამდენად ამზადებს რუსეთი ნიადაგს არჩევნების წინ საქართველოში? ისე რუსულ პრესას თუ გადახედავთ, ცოტა ძალიან ირონიულად მოიხსენიებენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში ხდება, იმ პროცესებს, რაც თვითონ რუსეთი ცდილობს რამდენადაც ახერხებს მართოს, ისინი ეძახიან ამას ერთგვარ კასტინგს, რომელსაც კრემლი ატარებს საქართველოში. აბა ვინ უფრო უკეთესად იკეკლუცებს კრემლის წინაშე, ვინ უფრო მეტად იქნება ლოიალური, ვინ უფრო ლამაზად გადაუხდის მადლობას და ასე შემდეგ. ასე რომ მე მათ ხედვებზე, მათ მომავალზე, მათ შეხედულებებზე საერთოდ არ მსურს არანაირი საუბარი, ეს თვითონ საზოგადოებამ განსაჯოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები იკრიბებიან, რისთვის იკრიბებიან, ყველამ ძალიან კარგად იცის, ერთ შეკითხვას დავსვამ უბრალოდ. თუმცა ბატონო პეტრე, ეს ადამიანი რამდენიმე წუთი თქვენი ხელისუფლების მესამე პირი იყო. ნოღაიდელი კენჭს არ იყრის და აქედან გამომდინარე რატომაც არ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან. თუ კენჭს არ იყრის, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ყველა მინუს ნოღაიდელი ფორმულა დარჩენილიყო, რომელზეც ისინი საუბრობდნენ. ალბათ იმიტომ რომ ნოღაიდელისგან რაღაცას ელოდებიან და თუმცა ეს თქვენი პრემიერი იყო. რამდენიმე წლის წინ. რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლებაში, იყო პრემიერიც, ამას არავინ არ უარყოფს, ყველამ გადასარევად იცის, მაგრამ ალბათ მისი წასვლა, ჩამოცილება სწორედ ამას გულისხმობდა, მე ვფიქრობ, ჩამოცილება იმ ეტაპზე, როდესაც ის ჩამოცილდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო პერიოდში, სწორედ იმას უწყის, რომ ეს ადამიანი არ იყო ჩვენი გუნდის რეალური წევრი და მას ამოძრავებდა სხვა ინტერესები, გარდა საქართველოს სიყვარულისა, პატრიოტიზმისა, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისა. და მე მგონი პრეზიდენტმაც გაცა ამაზე პასუხი, რომ ეს არის ის გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ხელისუფლება არის კონსოლიდირებული, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ პოზიცია, რომელიც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, ხოლო ის ადამიანები, ვინც ჩამოცილდნენ ხელისუფლებას თავის დროზე, ის ადამიანები სამწუხაროდ ეტყობა ჩამოსასწრებლებით. რამდენად კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია არჩევნების წინ? დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ საერთო კანდიდატის შერჩევაზე ოპოზიციის სპექტრში. მე მგონი ამ მოლოდინების შექმნა სად არის ამ შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატების ადგილი?
ქრისტიან-დემოკრატების ადგილი არის იქ, სადაც ვიყავით, ვარ და ვიქნებით. ჩვენ ვართ მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია, გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგიით, პრინციპებით და ღირებულებებით, რომელსაც არასოდეს ვცვლით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შანტაჟის ქვეშ მოქცეულ ვართ, პირდაპირ ვიტყვი მე ამ სიტყვას, მათ შორის იმ პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან, რომლებიც თითქოს ღირებულებების დონეზე მაინც ჩვენთან ახლოს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებით ბოლო ხანებში ისეთი რამ ხდება, რომ მე დიდი ხანი აღარ მიყვარს საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები, როდესაც სამი საკვანძო ფიგურა აღმოჩნდა სრულიად სხვა მხარეს, მათი ტრანსფორმაცია ისე გამიმთავრდა ჩვენს თვალწინ, რომ ყოველთვის შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო და აღარ მიყვარს ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაშიც. ამიტომ ერთ სახა არ არის ქართული ოპოზიცია. თუ ჩვენ გვინდა საბჭოური სისტემისა და წყობის აღდგენა, სადაც იყო ერთი პარტია, ყოველს ყავდა ერთი კანდიდატი და ირჩეოდა ერთი ადამიანი, ირჩეოდა რა თქმა უნდა ბრჭყალებში, მაშინ თქვა, თუ არის დემოკრატია, ბატონო გიორგი, თუ არის პლურალიზმი, კანდიდატი ეყოლება, უფრო მეტი შანსი არ აქვს, რომ მოიგოთ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. პრობლემა არ არის, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას და ვერც თავიდან ვხედავდი და ჩვენ პირველები ვიყავით ერთ-ერთი. მე მიხვდით იმისა, რომ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვს ქვეშ ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფი ქართულ ოპოზიციაშიც, როცა გარკვეულ უცხოურ სქემებზე ვლაპარაკობთ, რომ ვინც არჩევნების გარდა სხვა არამშვიდობიან გზას ხედავს საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის, ჩემი პარტნიორი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მხარდამჭერების პარტნიორი, ის ვერ იქნება. ეს თქვით გასაგებად პირველივე დღეს და ამას ვიგეორებ დღესაც ძალიან მყარად და მტკიცედ, რაც არ უნდა თქვა სხვამ. ეს ნაკლებად გვაინტერესებს. რაც შეეხება საქართველოს პრობლემებს, რაზეც დავიწყეთ აქ ჩვენ ლაპარაკი, ჩვენი საუბრის ბოლოს, საქართველოს აქვს დიდი პრობლემა. ეს პრობლემა არის რუსეთი, დღევანდელი რუსეთი. რუს ხალხთან ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ამის მაგალითი იყო თუნდაც დღევანდელი პარლამენტის დარბაზი, სადაც მე ვიტყოდი რუსული სამოქალაქო საზოგადოების ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ წარმოდგენილები. პრობლემა რუსეთს თავად აქვს დღევანდელ რუსულ ელიტასთან, მაგრამ სანამ ეს 100 ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ, უფრო ფრთხილებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ უფრო მკაცრებიც უნდა ვიყოთ. და სიმკაცრე პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ საქართველოს სახით, როცა სახელმწიფოზე დავობდეთ ჩვენ, უნდა შექმნათ ისეთი ქვეყანა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც იქნება არსობრივი ალტერნატივა დღევანდელი რუსეთისა. ეს არის გასაღები ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების, ეს არის გარანტია მათ შორის იმისა, რომ დეოკუპაციის პროცესი რეალურად დაიწყოს და ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს არის გზა იქითკენ, რომ აფხაზეთისა და ოსისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრცე გახდეს მიმზიდველი. დიდი მადლობა, ვინაიდან ჩვენ ძალიან გაგვიგზავნოთ დრო, გვიანობამდე ვართ უკვე ეთერში. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ბატონო პეტრე. მადლობა და წარმატებები. შეგეხვა დამრჩა პასუხგაუცემელი და ჯანდაცვას რაც შეეხებოდა. თუ ვისაუბრეთ უკვე ჩვენ არჩევანი გვიაქვს სტუდიას და მე მგონი სამწუხაროდ მეტი არჩევანის საშუალებას დღეს ვერ მოგცემთ. მადლობა. დიდი მადლობა, ეს უკვე პარლამენტში შეგიძლიათ განაგრძოთ მე ამ საკითხზე საუბარი. დიდი მადლობა გიორგი თარგამაძე, პეტრე ცისკარიშვილი იყვნენ არჩევანის სტუმრები. ჩვენ პირდაპირ ეთერში ზუსტად ერთ კვირაში უკვე 11 საათზე დავბრუნდებთ. ნახვამდის. მადლობთ რომ გიყურებთ.